მოგესალმებით, ვიწყებთ ჩვენი პოდკასტის თავისუფალი მაგიდის მეათე ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენ როგორც წინა პოდკასტში შეგპირდით, გავაგრძელებთ დღევანდელ პოდკასტში საუბარს სინდისის პატიმრების საქმეებზე, რომლებიც ეხლა განიხილება თბილისის ძირითადად თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა არა მხოლოდ. და ეს საქმეები გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ ნაკლებად მოხვდეს საზოგადოებას თვალში სასამართლო სტომებზე სპეციალურად ამ საქმეებისთვის კანონშეტანილი ცვლილებებით შეიზღუდა ფოტო და ვიდეო გადაღება, რაც კარგ საშუალებას აძლევდა საზოგადოებას ახლდან ენახა რა პოზიცია აქვს ადვოკატებს ამ საქმეებზე, როგორ ცდილობენ პროკურორები გამოგონილი ბრალების და ბრალდებების დამტკიცებას, როგორ ეტყობათ მოწმეებს მათი ცრუჩვენებები და როგორი მიკერძოებულია ხოლმე სასამართლო. ამის ჩვენება არ სურს ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ ვფიქრობ, შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ ამ საქმეებზე, მოვყვეთ თითოეული ეპიზოდი, რა შეედებათ ადამიანებს ბრალი, რატომ არის ეს ბრალი აბსურდული ხშირ შემთხვევაში, რა მტკიცებულებები არსებობს ან არ არსებობს და როგორ ცდილობს ხელისუფლება მართლმსაჯულება გამოიყენოს პოლიტიკური ოპონენტების ან ზოგადად საკუთარი მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. დღეს ამ თემებზე სასაუბრად ჩვენთან იქნება ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი, რომელიც ორ საქმეზე, ორი ბრალდებული საქმეზე არის ხოსწორად მომოფირაკლი კი ამ მომენტში თბილისის საქალაქო სასამართლოში განსახილულ საქმეებზე მათ შორის ჩემთვის ძალიან ძვირფასი საბაზო ხვიტარიძის საქმეზე, რომელსაც დიდი ხანია ვიცნობ, მეგობრობ და ამ კაცის წესიერებაში აბსოლუტურად დარწმუნებულია, მე მგონი ყველა ვისაც მასთან ერთხელ მაინც გქონია შეხება, ასევე არის ტერაშვილის საქმეზე ადვოკატი ირაკლი და საბაზო საქმე იმიტომ გამოვყავით თან, რომ ის წამებას დაექვემდებარა რა, დაკავების დროს და ეს წამება გრძელდებოდა და წამებას არ ხმარობ სიტყვას როგორც ესეთ რაღაც არასამართლებრივ კატეგორიას. ხმარობ მათ შორის სამართლის ენაზეც რო წამება ქვია, ანუ ადამიანზე ძალიან ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენება, მისი დასჯის ან ჩვენების მიღების სანაცვლოდ ამ შემთხვევაში ყოველ შემთხვევაში ეს იყო. ხო, ამ საქმეებზე მე ვისაუბრებთ უფრო მეც და ამ საქმეებზე ყველა დეტალში ჩავალთ. კი ბატონო, ანუ იმის პარალელურად რომ მართლა ყველაფერს კეტავენ სასამართლოში ვიდეოსაც და აუდიო ჩაწერასაც, ფოტოების გადაღებასაც, ხედავთ როგორ ექცევიან ადამიანებს მანდატურები სასამართლოშიც და ეზოშიც და პირდაპირ მნიშვნელობით ცხვირი გაუტეხეს და ნეკნები შეიძლება ან გაუბზარეს ან გაუტეხეს შენ არ გაგვიგია ხო ადამიანებს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არის ვილაპარაკოთ იმაზე რა ხდება უშუალოდ სასამართლოში და ირაკლიზე უკეთეს ადამიანს ხადია ვერ მოვიყვანდით მზია მაღლობლის საქმე განვიხილეთ წინა ეპიზოდში იქ ბათუმში რაც ხდება მთელი ბუკეტი ცხადია დარღვევებისას საპროცესო დარღვევებისაც შინაარსობრივისაც და დღეს პრინციპში სანამ გადავალთ უშუალოდ გიორგის და საბას საქმეების განხილვაზე შეგვიძლია ასევე ვილაპარაკოთ იმ ცვლილებებზეც რო არ გადაუხვიოთ ჩვენი პოდკასტის რაღაცა მიმართულებასაც რაც განხორციელდა სასამართლოს მართლმსაჯულებაში ერთი ეს არის ცხადია ამ სასამართლოს ჩაკეტვა მთლიანად და მეორე ამ კვირაში რაც მოხდა ეს არის ფარული მოწმეების ინსტიტუტის დანერგვა, არ ვიცი ამას ხანერს როგორ უწოდო, შენ კიდევ უკეთესად განმარტავ როგორც პრაქტიკოსი ადვოკატი და თუ შეიძლება მოგვიყევი ამაზე რას ნიშნავს და იქამდე დღეს ცვლილება გვაქვს, მე მოვიტანე ღვინო და ვნახოთ გამოიცნობ თუ არა საიდან არის, რომელი ღვინოა და ასე შემდეგ. საბას მოეშალა ნერვები, ამდენი ხანი მიყურა და გადაწყვიტა რომ ეხლა მე მოვიტან ღვინოს და შენ დრო არის რომ დალიო. ღვინო არის თეთრი, ცოტა შებურულია, ნატურალურ ღვინოებში ეს მოსულა, იმიტომ რომ ეს ღვინოები როგორც ეს გაუფილტრავია. არომატების პირველი თეთრი ატამია. რაც მოდის თეთრი ატამის არომატი. ცოტა ლექის ტონიც იგრძნობა და ეს მოხალული ტონები. სანამ ზუსტად გამოიწვია. ჭაჭაზე არ არის დაყენებული ცხადია. ეს ნიშნავს, რომ ევროპული სტილით იქნება დაყენებული. რა შემიძლია ეხლა თქვა მე გავახსენოთ. ეხლა გადავიდეთ სისხლის ირაკლი ხალხო ბევრს ვილაპარაკებ. მოგესალმებით ორივეს. მადლობას გიხდით მოწვევისთვის. ჩვენ
მათ შორის მეც და ჩემი კოლეგებიც ადვოკატები ვაფასებთ თანადგომას საზოგადოების თქვენი მათ შორის და ერთობლივად ვცდილობთ რომ ამ ადამიანების საქმეები იყოს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, ბევრი სამართლებრივი არგუმენტი მოვიძიოთ და შევძლოთ რომ ეროვნულ დონეზე უზრუნველყოთ ყველა ასე ვთქვათ დარღვევის აღკვეთა ერთი და თუ აღკვეთა არ იქნება ამ შემთხვევაში შენახვა იმისათვის რომ უკვე ზენაციონალურ დონეზე საერთაშორისო სამართლებრივად მოვამზადოთ შესაბამისი დოკუმენტები იმისათვის რომ აქ თუ ვერ მივაღწევთ და დიდი ალბათობით ასე იქნება როგორც უყურებთ სამართალს უკვე სხვა ინსტანციებში და სხვა ამოცემულობაში ვცადოთ ჩვენი სიმართლის დამტკიცება. რაც შეეხება ევროსასამართლოს გულისხმობს. რა თქმა უნდა, ხო, მოკლედ შემეძლო მეთქვა ესეც, მაგრამ გამიგრძელდა. და რაც შეეხება, მოდი დავიწყოთ ცვლილებებით და მე შეგვიძლია ვისაუბროთ ინდივიდუალურ საქმეებზე. ამას აქვს ჩვენი მოსაზრებით თავის მოტივი. მოდი დავიწყოთ საჯაროობის უფლების შეზღუდვით, ხო? ნუ იქამდე ჩვენ გვახსოვს რომ შევიდა ცვლილება მანამდე კანონში და ფაქტობრივად სრულიად საჯარო გახდა სხდომა თუ არ არსებობდა სხდომის დახურვის სამართლებრივი საფუძვლები და ჩვენ ამაზე პრობლემაც არ გქონია, იმიტომ რომ სასამართლო ყოველთვის მანამდე ასაბუთებდა რამდენად სწორი იყო თუ არასწორი იყო კონკრეტული სხდომის დახურვა შესაბამისი დებულებებიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს ორი პრობლემა შეიქმნა. ერთი რომ ეს კანონი შევიდა ფორს-მაჟორულ რეჟიმში ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო სასამართლომ მზად ყოფილიყო, თუნდაც უფლებამოსილი პირი ასე ვთქვათ, გამოეყო, ან თუნდაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რაღაცა კონკრეტული ვადები გაეწერა. მოკლედ ტექნიკურად მზად ყოფილიყვნენ, რომ ეს კანონი აღესრულებინათ თუნდაც იმ უსამართლობით, რა უსამართლობითაც მიიღეს, ხო? ან ჩვენ ჩანაწერში ძალიან კარგად ვიცით, რომ წერია, რომ თუ იმ შემთხვევაში სასამართლოსაც შეუძლია უზრუნველყოს ვიდეო გადაღება უფლებამოსილი პირის გამოყოფის საშუალებით, მაგრამ ამაზე არც ერთ მოსამართლეს პასუხი არ აქვს. ერთია რომ არ აძლევს შენ საშუალებას და იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან არ მოგდის თანხმობა, ანუ არ მისდის ჟურნალის თანხმობა, რომ გადაიღოს და გააშუქოს ეს პროცესი. ზოგადად რა ვადებზია აქ საუბარი, ანუ გავიგე, ანუ შეიძლება მოგმართო დღეს და რო ჩაწერო კანონში რომ 1 წლის მერე გაგცემ პასუხს, აზრი ეკარგება, ხო? ამიტომ კითხვას დაგისვამთ, რომ ეს მე მგონი ჯობია, ჩვენ პროფესიით ერთი პროფესიის ხალხი ვართ და ახსნა არ გვჭირდება ხოლმე რაღაცებს, მაგრამ აი როგორ გიყურებს ადამიანი, რომელიც არ უკრავ ჩვენ პროფესიაში, კარგად აუხსნა. ესე იგი, აქამდე შესაძლებელი იყო ნებისმიერ სურველ ჟურნალისტს, კი ბატონო, რომელსაც სურდა პროცესი დასწრებოდა, თუ კი ამის რა თქმა უნდა შესაძლებლობა იყო ფიზიკური, ანუ გულისხმობთ, რომ დარბაზში ადგილი იყო სათანადოდ და მოეთხოვა პროცესზე მისცემოდა საშუალება მოსამართლის თანხმობით ფოტო-ვიდეო გადაღების. კი ბატონო. ოღონდ თუ რამდენიმე სურდა ამის გაკეთება, სასამართლო შეეძლო წილიწადით გაენაწილებინა მათ შორის, ან შეთანხმებით გადაეწყვიტა და ერთმანეთზე გაზიარების ვალდებულება ჰქონდათ ამ გადაღებული ვიდეო მასალის. ხო, ვინც გადაიღებდა, სხვისთვისაც უნდა მიეცა. მოსამართლის ჰქონდა თუ არა უფლება შეეზღუდა პროცესზე ფოტო-ვიდეო გადაღება საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე. აქამდე. სასამართლოს, ნუ დავამატებდი ერთს მათ შორის, რომ კი ეს წილისყრით ხდებოდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე დანაწესი იყო, რომ ნებისმიერ ადამიანს აუდიო ჩაწერის საშუალება ჰქონდა, თუ ის ხელს არ შეუშლიდა პროცესის მიმდინარეობას. ანუ მაგალითად შეიძლებოდა ვიდეო გადაღება ქონოდა ძირითად შემთხვევაში იყო პირველი არხი, იმიტომ რომ მას ენიჭებოდა ყოველთვის უპირატესობა, კანონშიც ასე იყო. კი, საზღვაო დაუწყებელი თუ არ იყოს, მე ხდებოდა წილისყრა. და ასევე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო აუდიო ჩაწერა განეხორციელებინა და ჩვენ ახლა ამ სხდომებზე ძალიან ბევრი ონლაინ მედია ყავდა, რომელიც უბრალოდ დებდა საკუთარ მიკროფონს წინ და ისიც იწერდა, ხო? დიქტოფონს, ხო? კი ბატონო, დიქტოფონს ბოდიში. მე გამოადგება რა თქმა უნდა, ხო, ეგ რატო თან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დარბაზიდან თუ იღებ, საშინელად ისმის დინამიკებში ხმა და ეს მაშინ მე უნდა დაადო ვიდეოს, რომ კარგი გამოვიდეს. ზუსტად. შესაბამისად, ორი ნაწილი იყო აქ, რომ ერთი არ შეიძლებოდა რა თქმა უნდა, რომ რამდენიმე კამერა ყოფილიყო დარბაზში, დამეთანხმებით რომ შეიძლება მოუხერხებელიც იყოს 10 კამერის განლაგება დარბაზში ფიზიკურად, ზოგ დარბაზს არ აქვს ამის საშუალება და აღარ იქნებოდა სხდომის აღქმა აღარ იქნებოდა სწორი, ჩემი აზრით ამ შემთხვევაში. თუმცა მინიმალური მოცემულობები საჯაროობის დაკმაყოფილებული იყო და ამას ემატებოდა ისიც, რომ ნებისმიერ ადამიანს აუდიო ჩაწერა შეეძლო. კი, რა კითხვა რას დავსვი, ესე იგი, მოსამართლეს შეეძლო თუ არა მანამდეც, თუ კი დადგებოდა პროცესი ისეთი საჭიროება, ეთქვა რომ დღეს პროცესზე მე გადაღებას არ დავუშვებ, იმიტომ რომ ხელს მიშლის ეს სხდომის წარმართვაში. არა, უყურეთ, სასამართლოს უფლება ჰქონდა, რომ საშუალება ჰქონდა საჯაროობის შეზღუდვის, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განჩინება, ანუ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, რომ ეს კონკრეტული სხდომა ნაწილობრივ
იმ კონკრეტულ შემთხვევაში ნაწილობრივ ან სრულად დახურული. კი, ანუ მოსამართლეს უფლება ქონდა. ხო, მე ფორმა ანუ აქტის სახელს არ გულისხმობდი ამ შემთხვევაში, ანუ ეხლა შეიძლება ხო, ჩვენი იურისტებისთვის კი შეიძლება მასაკ მიშობა. გასაგებია, მაგრამ ხალხს რა თუ კი სასამართლოს რაიმე პრობლემას უქმნიდა სასამართლოში მათთვის დაცვის ხდებოდა დახურავდა სასამართლოს სტომას ნაწილობრივ სრულად და მორჩა რა ანუ გაყრიდა მარტივად რაც მოხდა რამდენჯერმე რაც არაერთხელ ხო მოხდა კიდეც ხო და ანუ ოღონდ აქ რა უნდა გავითვალისწინოთ ეს ნაწილი რომ ერთი შემთხვევა იყო ერთ-ერთმა მოსამართლემ დატოვა ჟურნალისტები და გაუშვა დამსწრეები რაც ძალიან სწორი მიდგომა იყო იმიტომ რომ როდესაც ხდება სასამართლოში ერთი ადამიანი არ ყვევს წესრიგს და ეს შემთხვევები ხდება ეხლა მე მესმის ეს არის ემოციური დონე და ემოციური მოცემულობა და შეიძლება ადამიანი იყოს ემოციური და დაარღვიოს წესრიგი სასამართლო ყოველ შემთხვევაში რამდენიმე მოსამართლე მოწოდებული იყო რომ ინდივიდუალურად მოეხდინა ამაზე რეაგირება მაგრამ რამდენიმე მოსამართლემ თლიანად დახურა სასამართლო დარბაზი, რაც იმთავითაც არასწორი იყო. ხო, არასწორია, მაგას თავდა. მას არის აქციების ანალოგია, რომ ანუ ერთი ადამიანი თუ იქცევა რაღაცა არამშვიდობიანი, თორსა აქცია მშვიდობიანია, იმ ერთ ადამიანს უნდა მიხედოს პოლიციამ გაარიდოს და ასე შემდეგ და მთელი აქცია არ უნდა დაშალოს. ეხლა მეორე კითხვა რა მაქვს, ესე იგი, ეხლა რა მოხდა? ანუ კანონით რო ავხსნათ, ეხლა მიიღეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლე მას ვეღარ გადაწყვეტს. ვერა. ან მოსამართლე კი აღარ გადაწყვეტს მის ხდომაზე გაშუქება ხელს უშლის თუ არ უშლის მართლმსაჯულებას. არამედ ეს შეიძლება გადაწყვეტოს უკეთეს შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომელშიც შედიან მოსამართლე წევრებიც, მაგრამ არა მოსამართლე წევრებიც და რაც ყველაზე მთავარია გადაწყვიტა უკვე კანონმაც. ანუ ჩვენ რო ამ კითხვების მიხედვით ვეძებოთ ვის აწუხებდა ჟურნალისტები სასამართლო დარბაზებში. პასუხი მოსამართლეა თუ პოლიტიკური ხელისუფლება ვინც კანონი მიიღო. არ ეგ არის საინტერესო ჩემთვის. ან მოსამართლეს თუ აწუხებდა ხო თვითონ დახურავდა ამ სხდომას. დაასაბუთებდა და დახურავდა. ანუ არ დაუტოვა მოსამართლეს საშუალება. აი ეგ არის. ხელისუფლებამ. ვის აწუხებდა ერთია, მაგრამ ეს გააკეთეს ასევე ფართო საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომთაც მოსამართლეს არა მარტო ეს უფლება წაართვეს, არამედ წაართვეს, რა ვიცი, უფლება რომ ტრენინგებზე იარონ და რაღაცა ლექციები ჩაატარონ და ასე რაც არის აბსოლუტური სიგიჟე. ანუ იდეაში ეს არის ერთი ნაწილი დიდი მოძრაობისა, რომლის მიზანიც არის რომ მოსამართლე აქციონ აბსოლუტურად არაფრის, ანუ არ ვიცი, შევერწოფულად არ ვიყენებ უბრალოდ ნოტარიუსად მართლა, რომელსაც უბრალოდ ბეჭდის დარტყმა შეუძლია და მეტი არაფერი. ხო და აი არა და აი ეს პატარა ნაწილი კი არის, მაგრამ რეალურად ახდენს ძალიან დიდ პრობლემას ქმნის, იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ ხედავთ ვერც სრულმოწმეებს, ვერც ემოციებს იმ ადამიანებისა, ოჯახის წევრებისა და ასე შემდეგ და არ გვესმის უშუალოდ არც ის თუ როგორ იტყუებენ, როგორ იჭერენ ირაკლი და სხვა მისი კოლეგები. ანუ თუ კი ვინმე მოსამართლეს ჯერ კიდე რაღაც აწუხებს და არგუმენტი აქ რომ აუ ეგ ჟურნალისტებია და მედია და ვერ ვიზამ ამას. ვერ გავაკეთებ, უთხრეს აღარ იქნება მედიას და ქენი. უმცირესი ეჭვიც არ დატოვეს იმაზე, რომ სასამართლო იქნება სრულიად დახურული. მოწმეებზე რა შეიცვალა ირაკლი? ფარულ საგამოძიებო მოკლედ. სანამ ამაზე გადავიდოდე მოკლედ ვიტყვი წინა ნაწილს ძალიან მოკლედ ჩემი მოსაზრებით. მე და ჩვენ ახლა ჩვენ სხვა ადვოკატები ბევრი ვართ და ჩვენი საკომუნიკაციო საშუალება გვაქვს ხშირად საუბრობთ სტრატეგიებს ვთვლით და ასე შემდეგ. ჩავთვალეთ რომ ეს ამ კანონის მიღების შემდეგ ჩვენ ჩავთვალეთ რომ სამთავრობო პროპაგანდამ განიცადა კრახი საზოგადოებაში. და მათი მიზანი ამ შემთხვევაში იყო ის რომ ნუ როდის ხურავ და როდის მალავ რაღაცას ხო როცა ერთი ან აგებ იმ სიტუაციას და ჭირდება რომ დაფარო ან მეორე რაღაცას აფუჭებ. ხო ეს ორი საფუძველი ჰქონდა ამას. ამ შემთხვევაში ორივე ხდებოდა. ანუ რაღაცას აფუჭებდნენ, იმიტომ რომ ყველაფერი იყო იქ სამართლის გარდა და მეორე ფაქტობრივად საქმე საზოგადოებაში საქმე ვრცელდებოდა ონლაინ მედიების საშუალებით და ისინი აგებდნენ იმ საკუთარ ნარატივს, რომელიც თავის დროზე შექმნეს საზოგადოებაში, რომ ეს ადამიანები არიან მოძალადეები, ეს ადამიანები სცემდნენ პოლიციელებს და სინამდვილეში რა ხდება, რომ 7 თვე გავიდა და არც ერთი პოლიციელი არ ამბობს, რომ ამ ადამიანმა დამარტყა ხელი, ამ ადამიანმა დამაზიანა. და ხალხს გაუჩნდა ლეგიტიმური შეკითხვა, თუ პოლიციელი არ უცემია, თუ პოლიციელი ამბობს ვერ ვცნობ, თუ ორგანიზება არ გაუკეთებია, არავის რატოს ხედან ეს ბიჭები ციხეში, ხო? მარტივად, ანუ არ არსებობს პოლიციელი, რომელიც ხელს დაადებს, რომ აი ამ ადამიანმა დამარტყა ხელი, ან აი ამ ადამიანმა რაღაცა დამიშავა, არ არსებობს არც ნეიტრალური მტკიცებულება ვიდეო ან რაღაცა მსგავსი, რომ იტყვის აი რაღაცა აი ამ ადამიანმა გააკეთა რაღაცაო და არსებობს არც ერთი სხვა ჩვენება.
და ამ პირობებში იჭერენ ადამიანებს. კი და ჩვენ ხა ადვოკატები ვალდებულები ვართ დავსვათ შეკითხვა და მე რო ხუმრობდით ხოლმე ხუმრობდით კიდეც რომ ნუ ეხა ორი რამდენიმე ვიდეო გავცერდა ხო რომ მოწმეების და ზოგი ამბობდა რა მინდოდა მე ვამბობდი რა მინდოდა ქონოდა იმას ტელეფონი მეთქი იქნება არ დაეკიდა საერთოდ ეს ყდა მათქო ეს რო კარნახობდნენ ხო ხო და ნუ შედეგი ეს არის ხო ეგ ხალხს კარგად ესმოდეს ეს ეხება არა ამ კონკრეტულ საქმეებს მხოლოდ რომელსაც ეხება ლაპარაკობ ცინდისის პატიმრების საქმეებს ეს შეეხება ყველა საქართველოში შენ სამოქალაქო დავა გაქვს სისხლის სამართლის დავა გაქვს არა აქვს ამას მნიშვნელობა აი ხო ბევრი აი როგორც რა ვიცი სამუშაობ პროფესიაში უფრო აქტიურად ბევრი ადამიანი მოდიოდა და რას დახმარება მინდა და აი აქ ვერ მივაღწევ სამართალს იქ ვერავისთან ვეღარ მტკიცებულებასაც კი არის ხალხსაც კი ვერ გააგებინებ როგორიც სუდია შენი სასამართლო ანუ ეს ეხება ყველას თან ყველაზე თავარი დაკავებულის მაგალითად პირველი წარდგენა კარგად რო ახსნათ აი მაგალითად პოლიციამ გადაამეტა ძალას დააკავა პირი ქუჩაში ძალადობრივად რაც არაერთხელ დამდგარა ეს შემთხვევა და განაჩენით სცემეს მოდის თქვა და ის მოდის 48 საათის შემდეგ სასამართლო პროცესზე და უნდა რომ საზოგადოებას გააგებინოს ტელეეკრანების საშუალებით რომ აი მე მცემის ეს ადამიანი შემოდის და ვერ ხედავს ვერცეთ ტელეკამერას ხო ვერცეთ ტელეას ამიტომ მისი უფლებებიც დაირღვევა სინამდვილეში აქ ხო ეს კანონს ხო ერთი ყველას კაი რაღაც ახასიათებს ხო ეს არის საყოველთაობა ეს ინდივიდუალური არ არის ამიტომ მე თუ ეხება საბასაც ეხება შენ კი მოდი ახლა ესე მე ცოტა სუდი ადვოკატის როლს ვითამაშებ ესე ვთქვათ ეშმაკის ადვოკატის როლს და ვიტყოდი რომ ახლა საერთაშორისო სტანდარტით არ არსებობს ესეთი მიდგომა რომ გინდა თუ არა სასამართლოს სხდომების საჯაროობა ნიშნავს რომ ფოტო-ვიდეო გადაღება იყოს დაშვებული ხო ასეთი გამოცდილებები არის ქვეყნებში სადაც ისტორიულად არის ჩამოყალიბებული რომ ამერიკის ზოგიერთ შტატში მათ შორის რომ არ დაიშვება ფოტო-ვიდეო გადაღება და ეხლა როც ჩავხედოთ მაგრამ მან ერთი ამბავია რომ აუდიო ჩაწერას ისინი აუდიო არ მიხსენებია აუდიო არ არის პრობლემა არსად მარტო ჩვენთან გახდა კი ანუ აუდიო არ მithქვამს ეხლა წინაჯერზეც არ მithქვამს როცა ლაპარაკობდი ცალკე გამოყავ ხო აი როგორი ხდება კაცო საჯაროობა ხო მე ეს არგუმენტი მომისმენია ორჯერ მაქვს უკვე მოსმენილი იმიტომ რომ ერთხელ მომისმენია 2007 წელს როდესაც შეიზღუდა ეს მსგავსი რეგულაცია იქნა შემოღებული და მაშინაც ასეთ გახმაურებულ საქმეებს უკავ გირგვლიან საქმეს უკავშირდებოდა პირდაპირ თქვა თავის სახელი ეს ინიციირება ცვლილებების და მე მოგვიანებით აგერ ეხლა რასაც ხედავ და არგუმენტები მესმის ერთი და იგივე რომ ესე იგი სასამართლოს იგივე მოსამართლეები არიან მგონი ანუ არსობრივად იგივე სასამართლოა მე ვიტყოდი რომ ეხლა კიდე უფრო უარესიც იმიტომ რომ ის რაც 2007 წელს ჯერ კიდე შეიძლება ვიღაცას მიეჩნია რომ აი 3 წელია რეფორმები დაიწყო და ჯერ კიდე რაღაც გამოსწორდება ჩვენ ახლა გვაქვს უკვე აი 10 წლეულებია უკვე ესეთ მდგომარეობაში ვარ და ორმაგაც აზიანე მაგრამ მე თავარი რომ დაბრუნდა არგუმენტია ამაზე რომ გვესმის რომ გაუარესდა მაგრამ უფლებები რა შეირღვევა კაცო ხო შეიძლება რომ არ იყოს კამერა და ფოტოკამერა და ვიდეოკამერა დაშვებული მოდი ჯერ ტექნიკურ ნაწილზე დავიწყოთ ხო ჩემი მოსაზრებას გეტყვით ორ ნაწილად გავყოფ ამას პირველი თუ შენ შემოგაქვს რამე ცვლილება და მეუბნები რომ ეს არის დანაწესი ანუ ზღუდავ ამ კონკრეტულ უფლებას მაქვს ეს კონკრეტული ლეგიტიმური მიზანი მაგრამ ამის საპირწონედ მე გაძლევ მაგალითად საშუალებას რომ მიმართო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართო მე სასამართლოს უფლებამოსილი პირი გამოყოს მაგრამ რეალობაში როცა არ სრულდება ეს აი მე მაქვს რაღაცა უფლება მაგრამ ფიზიკურად ამის ტექნიკური საშუალებები გაწერილი არ არის განხორციელებას არ მიშლი ხელს რა აზრი აქვს შენ კანონში ჩამიწერე რომ არ გაქვს უფლება თუ განხორციელების წესს არ დამიწერე განსხვავებას მე აქ ვერ ვხედავ ამიტომ ირღვევა ჩემთვის ეს მოცემულობა მართალი ხარ და დაგეთანხმები მე თვითონ როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიყავი ილინოისში იქ ფედერალურ სასამართლოში იჯდა ადამიანი და ხატავდა ანუ ფოტოგადაღება იყო აკრძალული ხო ნუ ეს ამას კულტურაც აკეთებს ხო ამას კულტურული ჩამოყალიბება ეს პირველი ნაწილი რატო ვთვლი რომ შეიძლება საჯაროების დარღვევა იყოს იმიტომ რომ კანონი არის მიღებული მაგრამ მისი აღსრულების ბერგეტები არ არსებობს და შესაბამისად არ არსებობს კანონიც მაშინ ჩვენ ხო ეს შინაარსობრივად შეიძლება გარეგნულად შეფუთული იყოს რომ ეს არსებობს მაგრამ ლატენტურად რეალურად არ არსებობს ეს ხო და მეორე ნაწილი შეიძლება რომელიმე კონკრეტული ძალიან ბევრი ქვეყანა სადაც არსებობს რაღაც ზღვარზე არის ხო უფლებები ანუ შეიძლება ითქვას რომ შეგვიძლია თქვა თუ ფართო შეფასება მივცეთ ამას რომ შეიძლება იყოს ზღვარზე რაღაცა დარღვევა არ დარღვევის ნაწილი მაგრამ კულტურულად ქვეყანა რომელიც მიჩვეული არის რომ უნდა გაშუქდეს სასამართლოს ხდომა შენ ჩამოაყალიბებო პრაქტიკა ამ ყველაფრის და უცბად ართმევ შენ და ესე ვთქვათ საშუალებას არ უტოვებ რომ
აუდიო ჩაწერაც კი განახორციელოს, მაშინ აქ თავარი შეკითხვა ისმება, თუ მართლმსაჯულება არის საქვეყნო, მართლმსაჯულება არის განჭრეტადი და სარეზოლუციო ნაწილი ცხადდება საჯაროდ და ყველა ეს უფლება ადამიანს აქვს სწორედ იმისთვის, რომ დააკვირდეს მართლმსაჯულება რამდენად გამჭვირვალეა, პრობლემები მსუცხავი ეფექტის იქნება აქეთ. მე ცალსაღად არ ვიტყვი და ვერ ვიტყვი, რომ მაგალითად ფოტო-ვიდეო გადაღების მაგალითად მიცემა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის ამის უფლებამოსილების ლეგიტიმაციის მინიჭება არის დარღვევა. იმიტომ რომ თუ შენ შესაბამის ბერგეტებს შემიგნი რომ მე თავის დროზე მივმართო უმაღლეს საბჭოს და მან მომცეს თანხმობა, მაშინ თუ მე გადავიღებ მაინც მე როგორ გითხრა ხო მაგრამ ნახე შეიძლება ზუსტად მაგას მე მან შემოგას არ დაგეთანხმოთ და რატო ნახეთ მოდი დავიწყოთ ესე იმ საკითხს გავკვირთ რატო არის ზოგადად ეს საჯაროობა უზრუნველყოფილი სხდომის ხო ანუ ზოგადად სასამართლო რატო უნდა იყოს საჯარო როგორც მონაპოვარი კაცობრიობის ხო იმიტომ რომ ყოფილა დროს ესე არ იყო იმიტომ რომ ნებისმიერი საქმის განხილვას თან უნდა ახდენს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენის გაგება ხო ანუ სამართალი აღსრულდა ხალხმა გაიგო რომ სამართალმა იზეიმა ხო ეგ არის მისი საჯაროება და ნუ საჯაროება ასევე იცავს მხარეებს ნუ ეგეც მეორე არგუმენტი დამატებითი იმ სახელმწიფოებში სადაც სასამართლოს დობა მოსაპოვებელი აქვს საჯაროობა ეხმარება თავად სასამართლოს თუ მოსამართლე ნორმალურია საჯაროობა მოსამართლის დამხმარია და სადაც მოსამართლეს უკვე გარანტირებულად აქვს მიღებული ავტორიტეტი საზოგადოებაში, მისი დამოუკიდებლობა ეჭვს ქვეშ არ დგას. მაშინ შეიძლება ასეთ სასამართლოებში ინტერესს, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვო, გადაძლიოს მარწესრიგის ან საზოგადოების ნდობის პროცესებში მარწესრიგის დაცვის ინტერესმა, რომ ზედმეტმა ხმაურმა მოძრაობამ ყურადღება არ გაფანტოს სასამართლოს განხილვის დროს. შეიძლება ერთი კითხვა დაგისვა ამ დროს, სანამ დაასრულოს. აი ძალიან როგორ უშლიდა ხელს? ანუ ეს არგუმენტი მოიყვანა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მე რომ უშლიდა. არ არის, აი თქვენი აზრით, ხო? და ტელევიზიაში ჩვენ ნახეთ, რომ ბევრმა მოიყვანა არგუმენტი, რომ ეს უშლიდა სასამართლოს მიმდინარეობას ხელს. აი მე მივდივარ ახლა ნახეთ, როგორ რაში გამოიხატებოდა? მე პირიქით მივდივარ ახლა. და როგორც კი შენ ამბობ, რომ თურმე სასამართლოში შეიძლება გადაღება მოხდეს, ოღონდ ამას მოსამართლე კი არ გადაწყვეტს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ანუ შენ ხდომაზე რა მოხდება მოსამართლე რო ხარ, სხვა გადაგიწყვეტს, ეს შენ დამოუკიდებლობის დარღვევაც არის. ხო, მაგალითად. ნახე, ანუ ის რომ იმას თუ გადაწყვეტ და იმან გაწეროს წესი, არა იმან არ უნდა გადაწყვეტოს. შენ ხდომაზე რა მოხდება, შენ ხარი. იმიტომ სასამართლოს დამოუკიდებლობა არნიშნავს მარტო ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. ნიშნავს მოსამართლის დამოუკიდებლობასაც ინდივიდუალურად. ესეც ერთმევა ამ შემთხვევაში მოსამართლეს. ჩემს არის ძალიან მარტივად. პირიქით შემოგეკამათე. ჩემს არის ძალიან მარტივად მოკლედ რა. ამერიკაში რაც ხდება, რა ქვია, ჯორჯიაში ეგრე იყო, ატლანტაში ვესწრებოდი ხოლმე და იქაც ხო არ შეიძლება ფოტო-ვიდეო გადაღება, მაგრამ იქ ჟურნალისტებს აქვს სამაგიეროდ იმხელა თავისუფლება ამ courtroom-ის გარეთ. იმდენი ყველაფრის გამოქვეყნება შეუძლიათ, ყველაფრის გადაღება შეუძლიათ, საჯარო სივრცეში ასე შემდეგ პაპარაცები რეებს იგებენ ყველა ვიცით. First Amendment რაც არის. First Amendment რაც არის ზუსტად, პლუს მაგისა იქ ეს რაღაცა ჩვენთან რასაც იყენებენ ეს გაუთხნელობის ხელმძღვანელებს წარმოუდგომა ეგრე არ ხდება დაცვის ფარსაც ყველაფრის გასაჯაროება შეუძლია საქმის მასალების ასე შემდეგ. ანუ იქ ეს გარკვეულწილად არსებული შეზღუდვა საჯაროებისა სხვა ბევრ რაღაცით არის დანარჩენთა საჯაროობა ეგ თალკე საკითხია კიდე ეგ ხო რასაც არის ახლა რეალურად მაგას მოკლედ ან ჩვენთან იქ ეს ამბავი დაკომპენსირებული არის ჟურნალისტების ფაქტობრივად შეუზღუდავი უფლებებით courtroom-ის გარეთ, სხდომის დარბაზის გარეთ ჩვენთან ასე შეზღუდულები არიან და ისეც. მეორე საკითხზე გადავიდეთ ახლა თორე უფრო მოხდეს რა თქმა უნდა. მოწმეების ამბავზე, აი რა პრობლემა შეგიქმნის შენ კონკრეტულად, აი გიორგი ტერიშვილის საქმეში, რო არ იცოდე ვინ არის ბრალდების მოწმე. ხო, აქ როგორც კანონ პროექტი ვნახეთ ჩვენ და ალბათ შევა ეს სალაში, ეს ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელ კონკრეტულ პირს. აქ და ასევე ვინც თანამშრომლობს და ვინც თანამშრომლობს, ხო. აქ ყველაზე რთული რაც არის ამ ნაწილში, ჩვენ პრაქტიკაში ვქონია წარსულში, განსაკუთრებით ეს ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეებს, სადაც ბრალდების მხარე ერთი და იმავე მოწმეებს, ანუ აგენტებს იყენებდა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებში და რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში თუნდაც სასამართლოს მითითებული ქონდა, რომ ეს კონკრეტული პირი არის არასანდო და მას გააჩნდა პირადი ინტერესი. ხო, საქმის წარმოების დროს. მაგრამ ბევრ საქმეში ფიგურირებს. მარტო ის კი არა, რომ აგენტ პროვოკატორია ეს. ის რომ ოდესღაც მას ჩვენება მიუცია სასამართლოში და არ დადასტურებულა, არ გაუზიარებია მოსამართლეს, ხო? შენ თუ მე ამ ნაწილს დამიფარავ და მომიყვან რაღაც არაიდენტიფიცირებულ პირს, რომლის სახელი და გვარი მე არ მეცოდინება.
ვერ გადაამოწმა. რა ვიცი რომ ეს ნამდვილად იქ მონაწილეობდა და რა ვიცი რომ ეს მაგალითად არის ზუსტად ის ადამიანი რომელიც იქ იყო. ანუ შენ მე ამით მართმევ საშუალებას რომ მოწმე დავკითხო სამართლიანად და სწორად. ჯვარედინი დაკითხვის უფლებით ვისარგებოდა დაუსვა შეკითხვა მაგალითად მოტივების შესახებ, მიზნების შესახებ და თუ მეს არ ვიცი და ამის ყველაზე მარტივი შემზღუდველი გარემოება რა შეიძლება ყოფილიყო? დახურეს ხდომა. შენ არ მინდა რომ გავრცელდეს ეს? დახურეს ხდომა, გაგვაფრთხილო მოსამართლემ რომ არ გაავრცელო შენ მის სახელი და გვარი და დავასრულო. როგორც პრაქტიკულად შევხედოთ, ვინც ეგეთ ხდომებზე ყოფილა. მოწმე ყובה უნდა მოყვეს იმ ფაქტების შესახებ, რაც მისით ნახა, ხო? ანუ პირდაპირ მოწმე თუ არის, ხო? ირიბ მოწმეზე თუ არ ვლაპარაკობთ. მოწმე შეიძლება თვალსაკლია, ყურში არ ესმის. ეგ რაღაცები ხო უნდა გადავამოწმო კაცო ადვოკატმა. ხო. ანუ შეიძლება უბრალოდ თვალში ვერ იხედება. ხო, მაგას მომბ ზუსტად. ანუ თუ კი არ ვიცი, სახელი, გვარი, ვინ არის, ან დოკუმენტი როგორ უნდა მოვიძიო მის შესახებ, ან ინფორმაცია, ბრმად უნდა დაკითხო. ეგ არის. არაფერი არ იცი და უბრალოდ და ხო, რაც თავია, სასამართლოს დარბაზში არ მოვა ეგ. დისტანციურად უნდა დაიკითხოს. რაც კიდე ცალკე მიმიკებს ვერ ხედავს. ვიღაცა ადამიანი ზის, რომელიც არ ჯერ ერთი არ იცი რამდენად ეს არის ეს ადამიანი იქნებ ხელოვნური ინტელექტი გელაპარაკება ზუსტად ოდესღაც რა ხა 2-3 წელში მივალთ ხო მაგ ეტაპამდე რომ ხელოვნური ინტელექტი უკვე ისე იქნება შეიძლება ვერც გაარჩიო ეხლა კიდე ვარჩევთ ხო ვიდეოებს რომ რაღაცა ფერებზე ხმაზე ალგორითმზე ვარჩევთ მაგრამ 2 წელში ისე დაიხვეწება ეს ყველაფერი რომ შეიძლება უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი ჩართონ ხო და მე რა კონტროლი მე რა საშუალება მაქვს რომ ეს შევაჩერო როგორც ერთ ადვოკატს დისტანციური დაკითხვები რო იყო განსაკუთრებით ეს ყველაზე ხშირად კეთდებოდა კოვიდის დროს და კოვიდის დროს მაშინ სახალხო დამცველის აპარატმა დაუწერეთ არ ვიცი ათეულობის ხდომას დავესწარეთ მაშინ რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა სახის ხდომებს შეიძლება ასეულობითაც ზუსტად არ მახსოვს რიცხვი უბრალოდ და რაც ვიპოვეთ იყო ის რომ ეს დისტანციურად ვინც იკითხებოდნენ იმ ადამიანებს პოლიციელებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ან ოთახში ყავდათ ვიღაცა. ზუსტად. ან ტელეფონიდან კითხულობდნენ, ან სულ დაბლა იხედებოდნენ და რაღაცა ქონდათ უეჭველი დაწერილი წინა იმას კითხულობდნენ. და ეხლა ესე იგი გამოდის რომ თავარ მოწმეს, საკვანძო მოწმეს, ვიზეც არის ყველაფერი ვინც უშუალოდ ადებს ხელს ადამიანს, იმ ადამიანს საერთოდ ვერ გავიგებთ, მაგრამ ხელოვნური ინტელექტია ვიღაცა კარნახობს თუ რა. ან ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ ისევ დავხსნათ. შეიძლება ერთ დღეს პოლიციელმა მოკიდოს ხელი რიგით მოქალაქეს, რომელიც ინტერესი აქვს. წაიყვანოს და თქვას რომ მოქალაქემ ჩაიდინა რამე კონკრეტული დანაშაული რომელსაც დააბრალებს და იპოს მოწმე პირდაპირ იმტკიცებულების სახით არაპირდაპირ იმტკიცებულები დანარჩენი შეიძლება შექმნას და რომელი მოწმეც ისე რომ ეს კაცი ვინც დაკავებულია მამაკაცი თუ დედაკაცი არ აქვს მნიშვნელობა არ იცის ამ მოწმის სახელი გვარი იცნობს საერთოდ ვერცერასოს გაიგებს 37 წელს არ ყოფილა მე მგონი ეგეთი ან 37 წელს ვიღაც წერდა, შეიძლება არ ქონდა სამართლის სასამართლოს უფლება, მაგრამ ვინ გიჩიოდა ბჭყალებში, ან ვინ დაგასმინა, ის დოკუმენტად მაინც არსებობდა. მან დიცი რა ამბავია, 37 წელს მაშინდელ სახელმწიფოს არანაირი ეს პრეტენზია და ეს არ ქონდა რომ აი ევროსაბჭოს წევრია და რაღაცა მე-6 მუხლის სამართლიან სასამართლო რაღაცა ასეთი გვაქვსო და ასე შემდეგ რა. იყო მოსამართლეები ანონიმურები იყვნენ ლამის ტროიკები, თუმცა მაგაში მართალი ხარ, სადღაც იწერებოდა და დღეს ჩვენ არქივი გვაქვსო, ხედავთ ვინ იყვნენ მოსამართლეები, ხო, ვინ გაასამართლეს ჯავახიშვილი და სხვა. მაგრამ ეხლა ეს ხალხი მოწმეების აქციებს ანონიმურად რაც მართლა აი არ ვიცი და აქ ეს დავამატებდი თქვი რომ მოწმე იკითხება რაც აღიქვა და რაც დაინახაო ხო საუბრის დროს და ასევე მოწმის დისკრედიტაციის საფუძველი არის მისი მიზნები და მოტივები ხო რა თქმა უნდა შესაბამისად თუ მე ვერ გავიგებ რა კავშირი შეიძლება კონდეს მაგალითად რომელიმე შეიძლება საჯარო მოხელეც იყოს გრთამზე ხო მაგალითად რომელზეც შურიზიება უნდა და ჩვენ ნახეთ ეს მისი ადგილის დაკავება უნდა მოადგილდეს ხო ზუსტად მაგას ვამბობ და თუ იმას კავშირებია თუ მე ვერ გავიგე რა კავშირები აქვს და რა მოტივი შეიძლება იდგეს მის უკან სასამართლოს ხშირად განუმარტავს დაცვის მხარემ ვერ დაადასტურა რა მოტივით შეიძლება და ასე ვთქვათ დაებრალევინა დანაშაული და ეცრუა ხო ეცრუა პოლიციას ან სხვა ნებისმიერ მოწმეს ამიტომ მე თუ ეს არ ვიცი პრობლემაა და ერთს ვიტყოდი თქვენი ნებართვით გარდა ამისა კიდევ არის ერთი ცვლილება ქონები ყადაღებთან დაკავშირებით ხო სადაც აი ძალიან ესეთი ჩანაწერი მეჩვენა გარდა იმ რაღაცა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვისა და დიდი ბევრი რაღაცა პრობლემებისა იქ წერია კაპიტალიზაცია მოძრავი ქონების ანუ ესეთი რამე წერია რომ
თუ საქმე არის სასამართლოში, კონკრეტული მუხლით გადავები ამ ბრალს, მაგალითად, გეუბნებიან რომ ვიღაცა მოატყუე და ფული წაიღე, შენ ყავს მოძრავი, ხო, მოძრავი ქონება, ეს არის ავტომობილი და პროკურორმა ამოიღო ეს ავტომობილი, რომ სამომავლოდ თუ დაჭირდება ზიანი ანაზღაუროს, თუ პროკურორი ჩათვლის, რომ დრო გადის და ეს ავტომობილი ფუჭდება, უფასურდება, მას შეუძლია კაპიტალიზაცია მოახდინოს, ანუ გაყიდოს ეს ავტომობილი და ჩარიცხოს თანხა და თუ გამართლდები დაგიბრუნოს, თუ გამტკუნდები, წარმოგიდგენთ, სრულიად მართალი ადამიანი შეიძლება დადიოდე ავტომობილით, ვიღაცამ რაღაც დაგაბრალოს, პროკურორმა მიმართოს შუამდგომლობით, მანქანა გაგიყიდონ და ბოლოს გითხრა რომ იცი რა, უიმე თუმე მართალი ყოფილხარ და ეხა ეს ფული აიღე, წადი და რაც გინდა ის იყიდე რა. აი ესეთი მიდგომები მე დიდი ხანია მანქანებზე პრინციპში აი ეგეთ სახელმწიფო საპარიდან გამომდინარე ეგ პრაქტიკაც ჰქონდათ რეალურად მანქანებს არსებობდნენ ადამიანებს და მე საჯარო ავტოსადგომზე სადღაც გადაყავდა პეპოდა 3 წელი 6 წელი ეყენათ და მე აი მთლიანად რომ დავპებოდა მე უბრუნებდნენ ხოლმე მაგას ეგ საერთოდ ყადაღების გამოყენება სისხლის სამართალში სინამდვილეში მე რაც ბევრ საქმეში ყოფილვარ და ძალიან ხშირად ამ საქმეებს ყადაღას იყენებენ არა მართლა საქმის ინტერესებისთვის, არამედ ზემოქმედებისთვის ბრალდებულებს. და ზოგ შემთხვევაში ქონება არც ბრალდებულის არ არის. მასთან დაკავშირებული პირის არის. შეიძლება დაკავშირებული არის. ქონების მიმართ ჩადენილია დანაშაული. ამ ტერმინით მიდიან და ნებისმიერ ვინახავს კი, მე რაც ვინახავს ძალიან ბევრ საქმეში და ირაკლისას ნახე იქნება დარწმუნებული ვარ. შენ შეგიძლია როგორც გამოძებას დაუძახო ადამიანს უბრალოდ რომ გამოკითხვაზე რომ მოვა ჩამოართვე იმას ტელეფონს, ჩამოართვე რაღაც ლეპტოპს და აღარ დაუბრუნებს გამოძების ხანდაზმულობის ვადით და შენ შეგიძლია რომ აი საქმეში ფიგურირებს როგორც მოწმე და მორჩა ყადაღას, ანუ არაფერი არ გიშლის ხელს რომ თელ ადამიანს ერთ დღეში თელ მის ქონებაზე წვემა და ერთი არის ამოღება, მეორე ყადაღა, ხო? აი, შეგიძლია სუქონდეს. წარმოიდგინე. ყადაღაზეც ხო იყო, მანამდე არ იყო ვადა. შეიძლება თუ საკონსტიტუციო სარჩელი მოვიგეთ მაგაზე. მაგრამ ანუ საკონსტიტუციო თქვა რომ არ შეიძლება უვადოდ იყოს ეს, იმიტომ რომ ზოგიერთი ადამიანის ქონება იყო აწნეულები და ყადაღებული. ან ანგარიშები, ხო? მაგრამ ანგარიშები თქვა შორის, ხო? სასარგებლო ანგარიშები ადამიანებს უყადაღებდნენ და 10 წელი არ ქონდა ბანკის სანქციები ზადებული. ავტობის გადამამუშავებელი ისინი აქვს დაყადაღებული. წარმოიდგინე რა ხელა ზარალზეა ლაპარაკი, მაგრამ ადრე თუ იყო უვადო, ეხა გადასწრებული მოხდება და გააჩნია. ანუ 2 წელს არ უნდა აღიმატებოს და 20 წელს საერთაშორისო თუ არის როგორც არა ხო, მეც მაქვს ერთი საქმე ჯერ კიდე სადაც ეს. ირღვევა? მოდი, პატარა ღვინო და მე გადავიდეთ შემდეგ თემაზე მე მგონი. გადაასკვენი. მე არუმაჩი თეთრი ატამი გადაფარა ლიმონმა, გემოში არის აბსოლუტურად ლიმონი და ცოტა გრეიპფრუტი დაყვება. აი რო დალიო ხა ლიმონის წვენი წარმოიდგინე და გასინჯე. ეგ ნიშნავს რომ ძალიან მაღალი მჟავიანობის ღვინოა, ახალი ღვინოა თან, ანუ შედარებით. ყავისფერი არ ეთყობა. ხო, არა ისეც, ახალი ღვინოა, ძალიან მაღალი მჟავიანობა აქვს, დაბოლოება აქვს საშუალოზე ხანგრძლივი, ანუ გრძელდება. ეგ ნიშნავს რომ არის დასავლეთის ღვინო, უფრო ლეჩხუმი ჩემი ვარაუდით, ლეჩხუმის ღვინო შეიძლება იყოს, იმიტომ რომ ლეჩხუმშია მაღალ მჟავიანი ყურძენი. თუმცა გავაგზავნოთ ძება და მე მივიდეთ. შენ სიტყვი. მე ხა გადაცემის დაწყებამდე შენ აღმოსავლეთით თქვი, ხა სიტყვა და ჩავიჭირეთ ცოტა შეიძლება აღმოსავლური ღვინო. ეგ მე თვითონ ვარ თორე. ღვინო საიდან მოვიტანე? მაგრამ ხო აი ისე პროფესიონალურად საუბრობს რაღაცაზე. ვარაუდ ხო, უცხოში ვარაუდივით საკმარისია ხანდახან რომ არ მიდეხა ისეთ რაღაც თქვა რომ არაფერი არ არის ისეთ კაცო ხო რაღაც დაგითხრა. ყველაფერში აუთსტენილ ვარ ხოლმე, მაგრამ ერთი ჩემს დაგითხრათ რომ ჩემ გემოვნებაში სრულიად ჯდება და ძალიან ხალისიანი მაღალმჟავიანი ღვინოა ზაფხულში ცივი იქნება გამოგზავნილი. სწორედ ჩემს ცივი ძალიან კარგი დასალევი იქნება და ეხლა ძალიან კარგი დასალევიანი. კარგი, მაშინ მოდი გადავიდეთ უფრო რთულ საკითხებზე, რაც არის პირველ რიგში, მოდი საბაზე ვისაუბროთ, საბას მეც ძალიან ისე ვიცნობ, უამრავჯერ გვემუშავია ერთად, უკარგესი ადამიანი, სხვები საქმის გამკეთებელი ადამიანიც, აი უკითხავად და თავდაუზოგავად და დაუზარელად. რას ედავებიან ამ ადამიანს, რა მტკიცებულებები არსებობს და რა ხდება საქმის მიმდინარეობისას? ხო, საბა საქმე არის ორ ნაწილად გაყოფილი. ერთი არის საბა, სადაც არის ბრალდებული და სადაც ედავებიან რომ აჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და მეორე არის საქმე, სადაც ის არის დაზარალებული და საგამოძიებო სამსახური სპეციალური იძიებს მის მიმართ ხომ არ ქონდა მოპყრობას, ამ შემთხვევაში დაწყებული აქვს უფლებამოსილების გადამეტებით, მესამე ნაწილით, მაგრამ მთელი ჩვენებები და სისხლის სამართლის საქმე მიდის იქ იმ მიმართულებით, რომ ინტენსივობამ და ხარისხმა და დრომ ამ შემთხვევაში, ანუ გეტყვით ახლა მოკლედ რაც მოხდა, მიაღწია წამებას ჩვენი მოსაზრებით, იმიტომ რომ ევროსასამართლოს პრაქტიკა ამას უჭერს მხარს ჩვენი მოსაზრებით.
ხა რა მოხდა, ხო? ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ამ საქმეზე. ეს იყო 4 დეკემბერი, რა დროსაც მოხდა პოლიტიკურ პარტიებზე თავდასხმა, ამიტომ 4 ოპოზიციური. ხო, კი, მაგრამ მანამდე დღეებში. მანამდე ეგრეთ წოდებული მოწმეები იყენებენ ამას სიტყვას ხშირად ტიტუშკები, მოძალადე ჯგუფები ესხმოდნენ თავს ქუჩაში ხალხს, მათ შორის ნიღბიანი პირები, რომელსაც ხო, მან ჩემი შეკითხვა ხოლმე რომ როგორ ხსნის შერო ტიტუშკა, ხო, ეს ადამიანი აქ ახასიათებს ქცევები, ხო? პირველი ქცევა არის რომ მას სახის სრულიად დაფარული აქვს, რომ სამომავლოდ არ დადგეს მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ან მორალური პასუხისმგებლობის საკითხი და ისინი იქცევენ აგრესიულად და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ არიან ძალადობრივად განწყობილები. 4 დეკემბერს გადაწყვიტეს პოლიტიკურმა პარტიებმა, 4-ვე ოპოზიციურმა პარტიამ, რომ შეხვედრილი იყვნენ ქორთიათ მერიოდში და შეემუშავებინათ საერთო სამოქმედო გეგმა, რა დროსაც ამ პარალელურად რუსთავოძე მიმდინარეობდა აქციები და ეს იყო დაახლოებით საღამოს 8 საათიდან 10 საათამდე და ამ ასე ვთქვათ შეხვედრიდან გამოსულებს თავისუფლების ცენტრში, თავის მოედნის ცენტრში, ჯერ დგას ასობით პოლიციელი, შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ არ უახლოვდება ქორთიათ მერიოდის, ანუ სასტუმროს შესასვლელს. კიბეებთან დგანან ათეულობით ნიღბიანი პირები, პოლიციის ფორმები არ აცვიათ, აცვიათ და აფარიათ ზოგს ეგრეთ წოდებული კაპიშონი, ზოგს ქუდი, მოკლედ მარტო თვალები უჩვენთ ამ ადამიანებს, ჩვენ გვაქვს კადრები. ვიდეო, ასე ვთქვათ, ტელეეთერებში გასული კადრებიც მათ შორის, როდესაც ჟურნალისტები ეკითხებიან, ვინ ხართ? კი ბატონო. და ისინი არ პასუხობენ. ასევე გვყავს ათეულობით მოწმე, რომელიც დაცვის მხარე მოიპოვა და ან არაფერი იდენტიფიკატორი ესენ პოლიციელები არიან არა? უბრალოდ არც არავის გაუჩნდა განცდა რომ პოლიციელები იყვნენ საქმის მაგაშია. ხო, შეიძლება არიან რაღაც ან პარტიული აქტივი, ან ზოგადად ისე კაცო, ისე გულანთებული ადამიანი, პოლიციელი რატომ უნდა მეგონოს? ნიღბიანი ადამიანი. ზუსტად მაგას ვამბობ. კითხვას რომ უსვამდნენ, ეს მათ გამოიჩინეს მოქალაქეობრივი პოზიცია, ხო? მეორე მხარე რომ მივიდა და უთხრა რომ ვინ ხარ? და მათი პასუხი იყო, ჯერ ერთი უწმაწური სიტყვები და ამას რა თქმა უნდა ხარ გავიმეორებთ, მაგრამ ყველაზე თავარი და საინტერესო რა არის. ერთ-ერთი მოწმეა ჩვენ დავკითხეთ, სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გალბატონი მაია კოპალეიშვილი, რომელმაც პოლიციაში დარეკა, რომ აქო შეკრებილები არიან მოძალადე ჯგუფები და მოდითო. ანუ მტკიცებულება გვაქვს, რომ ადამიანებმა დარეკეს პოლიციაში, ისე იქცეოდნენ ეს ადამიანები და როდესაც გამოვიდნენ ერთ-ერთმა პოლიციელმა, რომელიც გავიგეთ რომ შემდგომ პოლიციელი იყო, რომელსაც ნიღაბი ჰქონდა. ერთ-ერთმა აქტივისტმა სცადა ქუდის მოხდა, იმიტომ რომ გაეგო და ნიღბის ჩამოხსნა, რომ ვინ არიან, რომ გაარკვიო. და როდესაც ქუდი მოხდა უკნიდან ესე შებრუნდა და გაშლილი ხელი დაარტყა სახეში. რაზეც დაწყებულია მათ შორის გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ამაზე მოხდა, რომელსაც აუქმებით, ხო. ამაზე მოხდა შეტაკება და ამ შეტაკების დროს დაზიანდა ეს მირიან ქავთარაძე, პირველადი თავდამსხმელი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ და ამ ფაქტზე დაიჭირეს საბას ხვიტარიძე. ახლა საბას ხვიტარიძეს უთხრეს, რომ შენო პოლიციას დაესხი თავსო, ანუ სპეციალურ სუბიექტსო. პოლიციის საქმიანობასთან დაკავშირებით. მუხლიც მაგით არის. მუხლი არის 7-დან 11 წლამდე. მუხლია მეორე ნაწილი 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილი, ანუ შენო პოლიციელიო, იცოდი რომ პოლიციელი იყო და მაგიტომ დაესხი თავსო. ეხლა ჩვენი პოზიცია რა იყო ამაზე? ხა სრულად გულახდილად ვსაუბრობთ ამაზე და საბასაც ნასაუბრები აქვს, რომ ეს საქმე იყოფა ორ ნაწილად, ხო? პირველი რომ საერთოდ საბას მიერ მოქნეული ნებისმიერი საგანი არც ერთი ვიდეო ჩანაწერში არ არის, ეს ერთი და მეორე არც საბიტოსკოპიური ექსპერტიზა არ აქვს ჩატარებული, რომ ის ნამდვილად საბას ხვიტარიძეა, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ბრალდების ხარეს არ დარჩა არანაირი ბერკეტი, რომ ერთადერთი გზა ერჩია ესეთი, რომ ჩვენო ვუთხარითო რომ პოლიციელები ვიყავითო. იტყუება დაახლოებით 4 პოლიციელი. 4 მოწმე წარმოადგენს. იმიტომ რომ მეტი გზა არ დარჩათ, ფორმები არ აცვიათ. და პასუხებს ვერ ცემდნენ იმაზე, რატომ ალავდნენ სახეს და დაზარალებულმა მე გამოვაქვეყნე კიდეც ეს ერთ-ერთი ვიდეო. მე რომ ვეკითხები, შენ პირბადე რატო გიკეთია? გაციებული ხო არ იყავი ან ბრძანება ხო არ იყო, იმიტომ რომ ყველას პირბადეები გიკეთიათ, ხო? 4 დეკემბერს. ყველას ერთად რაღაცა პანდემია არ არის, ხალხს პირბადე არ უკეთია. და ქუდს უკან რო იფარებ, რატო იფარებ მეთქი და რომ არ გამომჟღავნებულიყავია. აი ეს წარმოიდგინეთ რა მთავარი მოწმე გეუბნება იმას რომ ქუდს უკან იმიტომ ვიფარებ რომ არ გამომჟღავნებულიყავი და ბრალდების ხარ გეუბნება რომ უთხრაო ეს პოლიციელი. ანუ თუ შენ მეუბნები რომ არ გამომჟღავნებულიყავი, მაშინ როგორ ვეტყოდი და ამას ემატება კიდე ათეულობით მოწმე პირდაპირ ეთერების ჩანაწერები, სადაც ეს ადამიანი მეუბნება ვინ ხარ, გითხარი და ისინი არ პასუხობენ ამას. უფრო მეტიც ეხა უწმაწური და ასე თქვა უშმერი სიტყვები. ხო, შესაბამის არის კადრები.
არ იკადრებენ თქო მაგას ხო ხო არ ვიცი ხო მათი ქცევა უფრო შეეფერებოდა რაღაც კრიმინალური დაჯგუფებების წევრებს ვიდრე პოლიციელებს გამომეტყველებაც ქცევაც და ინტელექტით საქმეს მაგაში და ჩვენ ეს ყველა მტკიცებულება შევაგროვეთ რა თქმა უნდა ათეულობით მოწმე გამოვკითხეთ ქორთიად მერიოტის ვიდეო ჩანაწერი გამოვითხოვეთ საბას გადაადგილება სადაც ჩანს ყველა ეთერიდან ინფორმაცია დავათვალიერეთ და წარვადგინეთ და ყველაზე მთავარი რა იყო რომ ამ საქმეს ქონდა რაღაცა ფორმალური ნაწილი იმიტომ რომ ერთ მოწმეს სავარაუდოდ თავარ გამომძიებას შეეშალა და დაწერა რუსთაველი და დაწერა თბილისი მერიოტი და მე 4-ვე პოლიციელმა გაიმეორა რუსთაველი თბილისის მერიოტი. ეს ნიშნავს თავიდან ბოლომდე იმას, რომ ეს მტკიცებულებები დაწერილია ერთი ადამიანის, ანუ თავარი გამომძიების. თორე როგორ შეიძლება და 4-ვეს ერთი და იგივე შეშლოდა, ხო? და ეს ხო ქორთიად მარიოტი არის თქო არც ის და თავისუფლების მოედანი. ზუსტად. აი ეს არის ამ საქმის ზუსტად ეს მისდა და მარიოტი დაარქვეს. აი ეს რატომ მოხდა იცით? ეს მოხდა იმიტომ რომ გამომძიებას თავარს რომელსაც ვკითხე, იყავი თუ არა შემთხვევის ადგილზე? პასუხი იყო არა. წარმოვიდგინეთ თავარი გამომძიებელი, რომელიც იძიებს საქმეს, არ მივიდა შემთხვევის ადგილზე და არ ნახა კამერა არსებობდა თუ არა, რა ვითარება იყო. აი რომელ გამომძიებაზე საუბრობთ, ხო? ან მithumetas ობიექტზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გამოძიება მიმდინარეობს არა ისე, როგორც გვიწერია საპროცესო კოდექსში, რომ აი ყოველმხრივ ობიექტურად და სრულყოფილად, არამედ წინასწარ დაწერილი არის სადღაც სხვაგან რაღაც შედეგი და ვიღაცება, რომელსაც არანაირი გადაწყვეტილების საშუალება არ აქვს, ისევე როგორც იმ მოსამართლეებს, რომელიც ეხან ვახსენეთ, ანუ იმათ არც ინტერესი არ აქვს, რომ რაღაცა მეტი დრო დახარჯონ, მეტი ეფორტი ჩადონ ამაში, ხო, ძალისხმევა და ასე შემდეგ და ამიტომ ეს 4 მოწმე პოლიციელი, ვინც იყო სახელდაგვარები შეგიძლია გითხრა. კი, ერთ-ერთი არის მიხეილ სუჯაშვილი, დაზარალებული, რომელსაც ეძახიან, ეს არის მირიან ქავთარაძე. მესამე მოწმე არის ციკლაური, არჩილ ციკლაური და მეოთხე მოწმე მოწმის გვარი დამავიწყდა, მაგრამ გორის საქმე გახდა ამ შემთხვევაში ეს შემიძლია სამივე ჩამოგითვალოთ, იმიტომ რომ ესენი იყვნენ თითქმის ერთად მუშაობდნენ, ოპერატიული ჯგუფი იყო ეს ოპერატიული სწორედ ამიტომ არის რომ არ უნდა გაიგოს ხალხმარვის პოლიცია და იქ ოპერატიულ საქმიანობაზე ვიყავითო და მე ჩვენ რო დავუსვით შეკითხვა ოპერატიულზე თუ ვიყავი ფორმა სპეციალურად არ გეცვა რომ არ გაიგო რომ პოლიციელი ხარ როგორ უთხარი რომ პოლიციელი ვარ მაშინ ხო აზრი დაეკარგება საერთოდ ოპერატიულ საქმიანობას ხო ერთ რაღაცას კითხავ ბარემ აი წარმოვიდგინოთ რომ დაუშვათ აი მტკიცებული აი საბას სახე ჩანს დაუშვათ რა აი მთლიან ყველა მტკიცებულება არსებობს მიუხედავად იმისა რომ კიდევ ერთხელ არც ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა არის არც ჩვენებები და ასე შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანისთვის რომ დაერტყა რიგითი ადამიანისთვის ეხლა 7-დან 11 წლამდე ნიშნავს რომ ეს არის განსაკუთრებით მძიმე დანაშაული კი ბატონო ხო აი იმ შემთხვევაში რომელი მუხლი იქნება იმ შემთხვევაში იქნებოდა თუ სასამართლო მიიჩნევს რომ საბამ არ იცოდა დაადგენს ყოველ შემთხვევაში ამას რომ კი ბატონო ეს საბაა მაგრამ არ იცოდა რომ პოლიციელი ვარ პოლიციელი იყო მირიან ქავთარაძე მაშინ სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს ჯარიმა ან 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ან ჯარიმასაც ითვალისწინებს. ეს ის შემთხვევაში დადგინდა რომ საბამ დაარტყა საერთოდ. კი და აქ ყველაზე თავია. ასევე თუ არ არის აუცილებელი მოგერიება და მარწინააღმდეგობის და ბრალის გამორჩეული უამრავი გარემოება მაგალითად ის რომ ქავთარაძე მანამდე ზუსტად მასე რასაც საბას ედავებიან ესენი აშკარად სხვაზე იძალა და კი ბატონო. და ყველას კარგად უნდა ესმოდეს მათ შორის რომ აუცილებელი მოგერიება არ არის მარტო შენი სიკეთის დაცვა. ანუ შენ გვერდზე მდგომი ადამიანი შეგიძლია დაიცვა ასე ვთქვათ თავდასხმის პირველ ხომში აუცილებელი მოგერიება არის თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავი. თუ და ყველაზე მთავარია რომ კამერაში კარგად ჩანს თავდაპირველი თავდამსხმელი ვინ არის და ეს არის მირიან ქავთარაძე. მოწმე მივიყვანეთ რომ კი ხელი გამარტყა, კი მეტკინა და მეტი თავდასხმა თან მithumetas ამ მდგომარეობაში, როდესაც ჟურნალისტებს რა ვიკინ აღამბობენ, კისერი მოტეხეს რა, რამდენიმე ზოგს ცემეს, ხო ეხა გავრცელდა ხო კადრები. აი ამ პირობებში როცა ჩაცმული ადამიანი მოდის და ქალს ურტყამს ხელს და ამას რატო უსვამ ხას, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მისთვის ისიც კი არ გახდა შემაკავებელი, რომ მასე ფიზიკურად დაბალი ადამიანი იყო. შეიძლება მამაკაცის ყოფილიყო, მაგრამ ფიზიკურად სუსტი ადამიანი იყო მასე. აი შესაბამისად გადაგვარების რა მასშტაბზე ვლაპარაკობთ ახლა, რომ ესე იგი ერთი მხრივ არის ვიდეო ჩანაწერი, სადაც თუნდაც იყოს პოლიციელი, დაუშვათ რომ ვიცით რომ პოლიციელია და ადამიანს ურტყამს ტყუილად. და მასზე არაფერი არ ხდება. ან პოლიციამ თუ დაგარტყა, არავის მომეტებული ინტერესი უნდა მაგრამ თუ პოლიციელს ვერ ცნობ შენ და თავს იცავ და ხელს შეუბრუნებ თავის დასაცავად, 11 წელი გაგიშვებენ ციხეში. აი ეგეთი სახელმწიფო როგორ შეიძლება იყოს
ნორმალური. აი, ეგ სახელმწიფო. ეგეც საზოგადოებაში ცხოვრება, როგორ შეიძლება ადამიანმა იგრძნოს თავი ნორმალურად. ეგეც სახელმწიფო იყო, აი 1922 წლიდან 24 წლიდან ბოდიში მოყოლებული საბჭოთა კავშირში. როცა შენ თუ აღმოჩნდებოდა რაღაცა ყოფითი დავა გაქვს რა და ან დაარტყიან, თუნდაც ყოფითი რაღაც შეურაცხყოფა მიაყენდა, ასე უნდა ის ადამიანი პარტიის წევრი თუ აღმოჩნდებოდა, თუ არ აღმოჩნდებოდა, ჩვეულებრივ არაფერი არ იქნებოდა, თუ აღმოჩნდებოდა, იგი იყო უკვე 58 წელს რა თქმა მოხდომე, იგი იყო სახელმწიფოს ღალატი, სამშობლოს ღალატი და მორჩა. ეგრევე 10 წლიანი გადასახლება გეζდა თავზე. აი ზუსტად ეს მახსენდება ხომ რაღაცა ნავალნის აქ თავის მემუარები ჩანაწერები და ეს პროცესებს რო უყურებ, როგორ ვითარდებოდა ხო რუსეთში ეს პროცესები, მე სასამართლოს ხდომა გადაიტანეს სადღაცაც ჩრდილოეთში, რომ ხალხი არ დასწრებოდა და აი ეს უნდა იყოს გაფრთხილება, ხო, ნუ ისტორიას განმეორება ახასიათებს და როდესაც წინ გიდებს მარტივი მაგალითი, ხო, რომ ერთხელ უკვე მოხდა ეს ყველაფერი და მე ხვდები, რომ ყველა ნაბიჯი, რასაც დაუშვათ, თუნდაც ნავალნია სხვა ადამიანები წიგნში აღწერდნენ და როგორ დაამთავრეს ნახე. ეს ხდება ესე ხო, ესეთი სახელმწიფო ვერ გაჩერდება ამ ეტაპზე როგორც არის, ანუ არასდროს ქავთარაძეზე გამოძიება დაიწყო. კი არა, ძალით წარგინა. არა, რა თქმა უნდა, ძალით წარგინა. გარეთადის შეუძლებელი. ხო, გამოძიება არის დაწყებული, მოწმეს ნათქვამი აქვს, რომ მეტკინა, ამ გულისხმობ იმას, რომ განიცადა ძლიერი ტკივილი, რაც უკვე დანაშაულის საფუძველია. და რომც არ ეთქვა, ნუ ამ შემთხვევაში უფლებამოსილების გადამეტება მაინც იქნებოდა სახეზე და ამ შემთხვევაში უკვე მესამე ნაწილია, მესამე ნაწილი გამოდის, რომელიც არის 5-დან 8 წლამდე. 73-ეს მესამე მე მგონი ძალადობით რაც არის. ხო, ძალადობით. გირსები შევარწოთ, ხო, ზუსტად. ეს არის 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით და არსებობს ვიდეო ჩანაწერი. ძიმე დანაშაული. ხო. ძიმე დანაშაული. არსებობს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ეს ჩანს. ოღონდ დეტალურად არსებობს ასევე ათეულობით მოწმე, რომელმაც ეს დაინახა. ხო, ეხლა ამიტომაც სასამართლოზე ამის ჩვენება საბოლოო ჯამში, ხო? ამ პროცესის დროს, ხო, ეგ შემადგენელი ნაწილია, როცა დანაშაულზე შეელობს სასამართლო, ეს მოწმეები უნდა გამოიკითხოს და ეს სიტუაცია აღდგეს სრულად. და როცა ამას ამყარებს საბოლოო ჯამში ყველა მოწმე, ყველა მტკიცებულება და ამის გადაღება ხდება მათ შორის და საზოგადოების ყოველდღიური ჩვენება, ცხადია ეს არის ის, რაც აწუხებს ესე ვთქვათ, მათი სამგადასავლებს პროპაგანდა წააგესო რა. ზუსტად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნომერ პირველი არგუმენტი, რატომაც შეცვალეს ეს, ჩვენ ხედავდით, რომ საზოგადოებაში გამოკითხვებიც ხო, ხა რომ იყო გამოკითხვები სხვადასხვა ტელევიზიების, ხედავდით, რომ ისინი უყურებდნენ ამ პროცესებს და ხვდებოდნენ, რომ რაღაცა პრობლემაა. შეიძლება ჩვეულებრივი მოქალაქე ვერ მიხვდეს, რა არის მაგალითად ირიბი მოწმე, რატო არის ესე, რატო ვიღაც ტელეფონს რატო არ უნდა იყენებდეს და ასე შემდეგ. მაგრამ საერთო განცდას და სურათს ხო, უსამართლობას გრძნობს აღიქვამს. ხო, და შესაბამისად ხალხის საზოგადოების აზრი ყველა ხელისუფლებას აინტერესებს, გინდა ეს იყოს დიქტატორი და გინდა ეს იყოს არა დიქტატორი. 75%-მდეა, ანუ საკონსტიტუციო უმრავლესობა ხალხისა ამბობს, რომ ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდეს. საბას მე რა დაემართა პრინციპში ამაზე თვითონ. ხო, მოკლედ 5 დეკემბრის გამთენიისას საბა მიდიოდა ხო, საკუთარ სახლში დასავლეთში და მამამისთან ერთად, მამამისი იჯდა საჭესთან, საკუთარი მანქანით. ან იქვე არ დაუკავებია. არა, იქვე არ დაუკავებია, ჩვეულებრივად საბა აქციაზე იყო მე დასრულდა ეს აქცია, მე წავიდა სახლში. და გადაწყვიტეს, რომ წასულიყვნენ დასავლეთში. ნახე, ეს მინდა კიდევ ხა ხაზს აღნიშნოთ, რომ ეს ასობით პოლიციელი დგას თბილისის მარიოტის წინ, სადაც პოლიციელმა ქავთარაძემ გადაწყვიტა, რომ მის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა მოქალაქემ, რომელიც იქ იდგა, თქვათ არ იცნობს საბას დაუშვათ, და ამ ასეულობით პოლიციელმა საბა კი არ დააკავა იქ. წავიდა და ეს განსაკუთრებით ძიმე დანაშაული მოხდა, იქვე უყურებენ ადამიანს და არავინ არ აკეთებს. სიამოვნებაში რა იყო იცი, რა განცდა გაგვიჩნდა? იმათაც არ იცოდნენ რომ ესენი პოლიციელები იყვნენ. ანუ იმ ასეულობით პოლიციელს წარმოდგენა არ ქონდა რომ ესენი პოლიციელები იყვნენ. იმიტომ რომ დაპირისპირებაში არ ჩაერივნენ იქამდე სანამ არ მოხდა მოსახდენი. და ყველაზე საინტერესოა ჩვენ იმედიდან გვაქვს პირდაპირ ეთერი ამოღებული, სადაც ამ დაპირისპირების დროს იმედი ჟურნალისტი ამბობს, რომ მოქალაქეთა ორი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს და მოქალაქეთა ჯგუფი უპირისპირდება ოპოზიციას. და ხო ხვდებით? ანუ არა ყველას ახლა აქ ეკეთებს. ოპერატიულ ჯგუფს იყენებდნენ სამოქალაქო ან პარტიული მიზნებისთვის, სამოქალაქო ჯგუფად ასაღებინებდნენ თავს და როცა მიეცათ შესაძლებლობა რომ უდანაშაულ ადამიანს დაეკავებინათ, ადგენენ და გააკეთეს ეს შემდეგ დღეს. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ ხო, ნუ საბას ამ შემთხვევაში 5 დეკემბერი იყო გამთენია, რა დროსაც სოფელ შროშასთან რიკოთის უღელტეხილზე ერთ-ერთ გვირაბში შეაჩერა საპატრულო პოლიციამ
საბას მამა ზაზა, საბა ეჭდა გვერდით. მივიდა სიტყვა ყოველგვარი ახსნის გარეშე საბას ხვიტარიძეს დაადეს სპორტკილები მანქანაშივე უკან საპატრულო. მე მოვიდა მეორე საპატრულო პოლიცია, მე მოვიდა სავარაუდოდ უფროსი, რომელიც სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დადგენილი ყავს, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ყველა სახელი და გვარი არის დადგენილი, ამას უბრალოდ შეფასება დაჭირდება მხოლოდ და როგორც ჩვენ გავარკვიეთ შემდეგ ერთ-ერთ მოწმეს ამ საქმეზე, წარმოიდგინეთ მირიან ქავთარაძის მოადგილეს, ანუ დაზარალებულის მოადგილეს, მიხეილ სუჯაშვილს დაურეკავს ზესტაფონში პოლიციის უფროსისთვის და უთხოვია, რომ საბა შეაჩერეთო, მე ჩამოვალ და წავიყვანო. შეჩერება წინანდოში კი შეაჩერეს, ანუ დააკავეს. ყველაზე დიდი პრობლემა ისე რომ მოწმე აკეთებს ამ ყველაფერს. საქმეზე მოწმე და დაზარალებულს მოადგილე. წარმოიდგინეთ, რომ ერთი და საერთოდ რატომ უნდა იძიებდეს შინაგან საქმეთა სამინისტრო სტრუქტურა ინტერესთა კონფლიქტი არსებობს თავიდან ბოლომდე, იმიტომ რომ შენ თუ შემდეგ საგამოძიებო და ოპერატიულ საქმიანობას ახორციელებ იმ საქმეზე, სადაც შენი უფროსი დაზარალდა, რა თქმა უნდა, შემთხვევაში იქნება მიკერძოებული. ამიტომ ერთი ჯგუფი დაიძრა თბილისიდან 4 კაცი ისევ მირიან ქავთარაძის დაზარალებულის ქვემდებარეობაში მყოფი პირები, მოდი ესე არ ვიტყოდი მაინც და პატრულმა იძულების წესით ჩასვა საბა, მამამის გადაუკეტა გზა, რო არ გამოდევნებოდა უკან და წამოიყვანეს და შეხვდნენ გორში. გორში გადასვეს საბა ოპერატიულ ავტომობილში, დადგენილია რა ავტომობილიც არის ეს. შკოდა იქნებოდა რა. კი ბატონო. მე მგონი, ახლა რო არ შევიდე შეცდომაში. ყოველ შემთხვევაში ოპერატიული ავტომობილი იყო, რომელსაც სადაც იჯდა ასევე მთავარი მოწმე მიხეილ სუჯაშვილი. როგორც საბა ამბობს, ამ ავტომობილში იჯდა 4 ადამიანი და ამის მათი სახელი და გვარებიც ვიცით, მათ შორის ერთ-ერთი არის თორნიკე ჯაფარიძე, სუჯაშვილი და სხვაებიც. და საბა ამბობს, რომ ამ მანქანაში ჩემი მიმართ განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა, აქედან დაიწყო ეს იყო გაუპატიურების მუქარა, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ხო წარსული გამოცდილება გამომდინარე, აი ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე გულისხმობ იმას, რომ ადამიანები ჩიოდნენ ამასთან დაკავშირებით და იყო ასეთი მუქარები. ამ აქციებზეც იყო ასეთი მუქარები და ჩვენთვის ეს სრულიად გასაზიარებელი და დამაჯერებელია. დაიწყო ავტომობილიდან, მაგრამ ყველაზე მთავარი არა სათანადო მოპყრობა იწყება მაშინ, როდესაც საბას ხვიტარიძეს ჯერ თუ უკან უნდა დაკავებენ, ხელბორკილებს უკანადებენ. ეს აქედან იწყება საერთოდ დარღვევების ნაწილი, ხო? მე გრძელდება გორის ტერიტორია, სადაც გადასვეს და ისევ ხელბორკილდადებული უკან შეკრული, უკანთან და არა წინ მოყავდათ თბილისში ჩამოიყვანეს, შემდგომ კაპეზესთან ეგრეთ წოდებულთან დროებით მოთავს იზოლატორთან ვითომ მოხსნეს ბორკილები, საში დაუშვეს, შეიყვანეს და მე ისევ დაადეს. მიიყვანეს მეხუთე სართულზე, ვითომ რა თქმა უნდა. და წარმოიდგინეთ, მთავარ მოწმემ რა თქვა. იმ ძღოლსო მამამისი ამბობს, ეჩქარებოდაო და გამოგვატანაო. წარმოიდგინეთ, რომ და თან მაგას თუ დავაკვირდეთ, ნებაყოფლობით გამოყვა საბაო, მაშინ როდესაც განყოფილებაში რომ მივიდა, ხელი არაფერზე არ მოაწერა. არც ნებაყოფლობით გამოკითხვაზე, არც ჩხრეკაზე, არც დაკავებაზე. შენთან თუ ნებაყოფლობით მოდის ადამიანი. მე ნებაყოფლობით გამოკითხვაზე უარს რო გეუბნება. ხელს რო არაფერზე გიწერს, ხომ და მიხვდე რომ ის ნებაყოფლობით კი არა ძალით მიიყვანეს. როგორც საბა ამბობს, მეხუთე სართულზე განხორციელდა აღიარების მიზნით მასზე ზემოქმედება ფიზიკური, სიტყვიერი, რომელიც გრძელდებოდა ნამდვილად ალბათ დილის 4 საათზე დაკავება იყო, მაგრამ და რამდენიმე უყავს შემთხვევაში საკმაო ხანი. ეს ფიზიკური ზემოქმედება, ანუ სცემდნენ ჯგუფურად, კი. ამის შემდეგ მიღებიანი პირები, ამის შემდეგ აიყვანეს მერვე სართულზე, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა, მეხუთე სართულზე საერთოდ არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ყველაზე კაი რა არის, რომ საბას ახსოვს, სად შეიყვანეს მეხუთე სართულზე, ყველა განლაგება, რომელიც არ უნდა ახსოვდეს წესით. იმიტომ რომ არასდროს დამყოფი იქ არ არის რა. მერვე სართულზეც იგივე მოხდა და მე უკვე ოფიციალურად დააკავეს, მაგრამ აქ ყველაზე თავი რა არის? რა გამოაშკარავთ? მეხუთე სართულზე თქვენი აზრით ვისი დეპარტამენტია? აი ვისი? მირიან ქავთარაძის. გავარდი. რა თქმა უნდა. მირიან ქავთარაძის და მისი თანამშრომლები განთავსებულები არიან მეხუთე სართულზე. ეხლა მე თქვენ თუ შემეკითხებით ეს ყველაფერი დამთხევა არის თუ არა და სიმართლეს ვამბობ თუ არა, ეს ყველაფერი ცხადია, ხო? ყველა ეს და მე უთხარი კიდეც მათ ყველას რომ ისი არქნა ხო ყველამ კარგად იცის რომ აი ამ მტკიცებულებებით, აი ამ მოწმეებით ჩვენ, როდესაც ეს ამის დრო დადგება, ამ ციცხვლის სამართლის საქმეზეც, ხო, სადაც საბა ბრალდებულია და სადაც საბა დაზარალებულია, ორივე წავა სამართლში. ეხლა გამახსენდა ერთი საქმე, რომ სართულებს ვიხსენებ და თავს ვერ დავდებ, მაგრამ წყობა რაღაც მსგავსია.
ეს იყო 2013 წელი. უკვე ღარიბაშვილია შინაგან საქმეთა მინისტრი და მამუკა მიქაუტაძე, ესეთი მოქალაქე. ესევე წაიყვანა პოლიციამ გამოკითხვაზე. ცემე სასტიკად და თუ სწორად მახსოვს მეხუთე სართულზე ზუსტად იმავე შენობის აი ეს როგორც მოუყვა სახლში მოსულმა ცოლს წაქცეულზე ფეხს აბიჯებდნენ სახეზე და იატაკზე ესე სახეს საფრთხეს და წაქცეულზე მომაწერინეს ხელიო რა დაწერილი ჩვენებაზე. მე გამოუშვეს და ამ ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს სხვა. უბრალოდ სხვა წავდა დაკავებული და იმის აწინააღმდეგოდ ეს კაცი წავდა თავი ჩამოიხჩო. იმ საღამოს. ვერ გაჩერდა სახლში, თქვა რომ ეს მირტყეს, მაწამეს, დაზიანებებიც ჰქონდა. ექსპერტიზა ჩაატარეს მე ამაზე, მეც მონაწილეობდი მაშინ ამ ამბავში მახსოვს და სტრასბურგის საქმეც მიქაუტაძე საქართველოს წინააღმდეგ რო დასრულდა ეს საქმეა, რომელიც მოიგო და ზუსტად დადგინდა ამ პოლიციის შენობაში, ზუსტად აი ესე მიყვანილი ადამიანისადმი ესეთი მოპყრობა. აქ ყველა სუდი რა მოხდა იცით კიდე. და ეს კაცია მაგაზე გამახსენდა ზუსტად რომ აღწერდა სად იყო რომელ ოთახში დერეფნები როგორ იყო განლაგებული, სადაც ესე ნამდვილად არ ყოფილა. როგორ შეიძლება ხელოსანმა, მანქანის ხელოსანმა, პატიოსანმა წესიერმა კაცმა იცოდეს მეხუთე სართულზე როგორ არის განლაგებული და ვის კაბინეტში იყო შესული, რა აქ მარჯვენ რომელი კარია და მაგიტას აღწერს დივანს აღწერს, ფერებს აღწერს. ხო, არავინ დასჭირდა. ის არის რომ საბას გაუმართლა, ესე ვიტყოდი რომ აი მართლა ცოცხალია იმდენი საათების განმავლობაში რო ცემდნენ. ამ ადამიანს არ გაუმართლა თავიდან რომ გამოვიდა, მაგრამ შემდეგ ხო, ფსიქოლოგიურად და ჩვენ რა ვიცი, რამდენიმე კვირს წინ არის, ყოველ შემოაკვდათ ადამიანი. პოლიციის განყოფილებაში იმდენი ცემეს რომ მოკვდა ადამიანი. ალან ყავდიტაშვილი. და რა ვიცი, ეს ხდება ნორმალიზება. პოლიციის განყოფილებაში იმდენად ცუდად გახდა, რომ გამოიძახეს სამედიცინო დახმარება, გადაიყვანეს და ეს ადამიანი გონზე აღარ მოსულა, ესე გადაიცვალა საავადმყოფოში. ნუ რა ვიცი, იქ მოკლეს ესე ქვია, პოლიციაში მოკლეს, აბა რა ქვია ამას. და არავინ არ დასჭირდა ისე რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ბრალიც კი არავის მიმართ არ წარდგა. და ყველაზე რთული საბას ნაწილში ჩვენ ეს ამ ყველაფერს ცალკე საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახური ყვა წარმოებს და ჩვენ წამოვიღეთ ეს მოწმეები. დაურთეთ ჩვენ საქმეს მოსამართლემ დასაშვებაცნო და ბრალდების ხარემ გამიხადა უდაოდ ეს რას ნიშნავს რომ არ დაიკითხოს და აქ მე მოსამართლეს უხსნი რომ კი ეს ჩემი მტკიცებულებაა, მაგრამ აქ მთავარი პრინციპი ის არის რომ უდაოდ კი მე ჩემ მტკიცებულებას სადაოდ ვერ გავხდი, მაგრამ იმ შემთხვევაში ვერ გავხდი მე დავწერე ეს ანუ ყველა კითხვა ამოვწურე გამოძიებაში და როცა მე ეს არ დამიწერია, ეს ისევ სახელმწიფომ დაწერა და ისევ სახელმწიფო მიხდის, რა თქმა უნდა, უდაოდ. ამ შემთხვევაში მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა შემდეგ უკვე უფლებების დარღვევის დროს, რომ მქონდა შესაძლებლობა გამომევლინა და სახელმწიფოს დაედგინა კონვენციის დარღვევა წამების აკრძალვის შესახებ და სასამართლომ არ მომცა ამის უფლება. ანუ სასამართლოს მონაწილეა ძალიან ჩვეულებრივად. ანუ ეს იყო ყველაზე უკანონო გადაწყვეტილება. ხო, როცა გირგვიანის საქმეზე ვლაპარაკობთ, იქაც რა იყო, ხო, რომ სხვადასხვა ხელისუფლების შტოები შეთამაშებულად აკეთებდნენ ისე, რომ მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო. ხო, ეგ იყო მთავარი ხაზი და ყველაზე მძიმე. ეს გამოყოს შტო, ეს იყო პრეზიდენტი, ეს იყო გამოძიების უწყებები, პროკურატურა პლუს შსს, ეს იყო სასამართლო და ეს იყო პენტენციური. და პრინციპში, რა ვიცი, პენტენციური ჯერ ცოტა ვისეა, მაგრამ რა ვიცი, არ ვშასკავ. კეთილი. ნუ ყოველ შემთხვევაში სამი უწყების, ეს არის ეგ ეწოდებული სპეციალური საგამოძიებო მექანიზმი, დამოუკიდებელი, კი ბატონო, რომელსაც დამოუკიდებელი გამოძიება უნდა ჩაეტარებინა წამების საქმეს და ვინმე მაინც უნდა იყოს გამოვლენილი, ვინც ამაზე პასუხს აგებს, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც იძიებდა ამ საქმეებს და ახალ პროკურატურა, რომელიც ბრალდებას წარადგენს ამ საქმეებს და სასამართლო არიან მონაწილეები ამის თანამსრულებლები. კი ბატონო. ხო, და ეს იყო ყველაზე დიდი ტრაგედია, იმიტომ რომ ჩვენ კითხვები გვინდა დაგვისვა. და იმ მოტივით რომ რაღაც გადაწყვეტილება არსებობს, რომ მხარეს არ შეუძლია თავისი მოწმეები სადაოდ გახადოს, ეგ იმ შემთხვევაში, როდესაც ამ გამოძიებაში ქონდა საშუალება რომ კითხვები დაესვა და სიურპრიზი კი არ უნდა რომ მოაწყოს სასამართლოში და ვერ აუხსენი ეს, ოღონდ მართლა გულწრფელად, ვერ აუხსენი, იმიტომ რომ ორი სხვადასხვა შემთხვევა იყო ეს და ეს რასაც აკეთებდა სასამართლო, ეს დადგება ეს საკითხი ევროსასამართლოში ყველა შემთხვევაში. ანუ მოითხოვდნენ თქვენგან, რომ თქვენ უნდა გეცადათ გამოკითხვა ისე ამ პოლიციელების ხელახლა და ეგეც არ მოითხოვეთ, ჯერ ერთი როგორ უნდა მეცადა ეს ოპერატიულია. ეს ოპერატიული ხალხი იყო. ანუ ეს რეალურად ის ხალხია, რომელიც ჩუმად ჩასვა საბასხვიტანეთზე და ჩამოიყვანა. არც ერთი მტკიცებულებიდან არ ირკვეოდა ვინ გააკეთა, იმიტომ რომ ოქმებში არ ეწერა ვინ ჩამოიყვანა.
შესაბამისად, ჩემთვის ობიექტურად ხელმიუწვდომელი იყო და ერთადერთი გზა იყო, რომ წამომეღო სპეციალურ საგამოძიებოდან. ეგ რომ მოხდარიყო, ეხლა ანუ რა ხდება, ხო? აი, მაგ ადამიანების სახელებს დაბლარავენ და კაციშვილს ვეღარ, ანუ იქიდანაც ვეღარ წამოიგებ, მაგას თეორიულადაც კი ვეღარ მიაგდებ, მაგისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. გასაგებია. კი, მოდი გიორგი ტერაშვილის საქმეზეც გადავიდეთ, საბაზე მეტნაკლებად შევაჯამეთ. ეხლა რა ეტაპზეა საქმე, მაინც ესეც რომ დავაზუსტოთ. ჩემი მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს სასამართლოში, შემდეგ სხდომა არის 9 ივლისს დანიშნული, 9 ივლისს მოხდება მოწმეების დაკითხვა ჩემი მოწმეების და შემდეგ უკვე დასკვნის სიტყვებით ვისარგებლებ და ალბათ ივლისის ბოლოს დასრულდება საბასხვიტარის საქმე. კარგი. გიორგისთან რა ხდება? ხო, გიორგისთან რა ხდება? გიორგის და დანარჩენ ბიჭებს ვერ გავმიჯნავთ ამ შემთხვევაში. არა, მე თქვენ რადგან ერთი სადუკატი. შევეცდები რომ თან ისე ვისაუბრო რომ ჩემი კოლეგიალობის პრინციპი არ დავარღვიო და მხოლოდ გიორგიზე ვისაუბრო, თან ჯგუფურ ორგანიზებაზეც ვისაუბრო, რომელიც დადასტურებული არ არის, ხო აქ. გიორგის ედავებიან რომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მიიღო მონაწილეობა. ამ რბევაში, ამ ხალხის დაზიანებაში და ასე შემდეგ. 225 მუხლის მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი არის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, ჯერჯერობით უაზრობა, იმიტომ რომ ყოველთვის მძიმე მეორე ნაწილია ხოლმე და არა პირველი, მაგრამ ნუ არ ავშევს. ნეტა მარტო ეგ იყოს პრობლემა. მეორე ნაწილი არის მონაწილეობა. ანუ სასამართლომ ჯერ უნდა დაადგინოს და ეს ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ეხლა რა კითხვა ჩდება, ხო, რომ უბრალოდ თუ ვიდექი ადამიანი და კი ბატონო არსებობდა ორგანიზება, რატო არის ამ ხელას ასჯელი? ხო? თუ სხვა შემთხვევაში რაღაცა დაბალი სასჯელია, ეს რატო არის, ხო, ამ ხელას ასჯელი, თუ არავინ არ დამიზიანებია. აქ მთავარი სახელმწიფო უნდა ამტკიცოს რა ორგანიზება არსებობდა. ეს იყო ორგანიზებული დანაშაული. რაც რას ნიშნავს? ახლა ჩვენ გვაქვს 2021 წლის 5 ივლისის საქმეზე უზრაის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლომ გაამართლა ის პირები და თქვა შემდეგი რამ, რომ სახელმწიფომ ვერ დაადასტურაო, რომ ამ ძალადობაში, ამ ქმედებაში მონაწილე პირებიო იცნობდნენ ერთმანეთსო, იცნობდნენ ხელმძღვანელს და იღებდნენ მითითებებს და ასრულებდნენ მასო. ანუ თუმცა ვიდეო არსებობს, სადაც ეუბნება ერთი ადამიანი 500 ადამიანი იქით წადვითო და დანარჩენები აი აქ და კარავი ეს და ყველაფერი. სხვადასხვა რამეს ნიშნავს რა, ერთი არის მოწოდება, რაღაცა მოუწოდო ადამიანს გააკეთოს და ორგანიზებლობის მაღალ ხარისხის. ეს ხელმძღვანელობა შეიძლება იყოს, დაორგანიზებული შეიძლება არ იყოს, მაგრამ შენ თუ აიგებ მიკროფონს და ეტყვი ხალხს აი ესე წადი, ხელმძღვანელი ხდები და იმაში მონაწილეობ. თავის დროზე დაორგანიზებული უნდა იყოს რა. და ამ დროს ახლა ჩვენ რა გვაქვს, ხო, აქ მოცემულობა. ჩვენ ავიღეთ ეს სასამართლო პრეცედენტი, სხვა ყველაფერს თავი რო დავანებოთ, რომ აი არავინ არ დაუზიანებიათ, ეს ყველაფერი გავიგეთ, ამას არგუმენტებს ვიტყვი, მაგრამ მარტო ერთი არგუმენტი რო არსებობს, რომ ორგანიზება გაუწია თუ არა, ხელმძღვანელობდა ვინმე თუ არა ამ საქმეს, ამ ქმედებებს ეს წარმოდგენილი არ არის. ეხლა რა შეიძლება წარმოედგინა ბრალდების მხარეს? ვიდეოები სადაც გიორგი ტერიშვილი და სხვები შეკრებილები ერთად არიან და ვიღაცას ემორჩილებიან, რომ წადი იქ და დექი. ან მაგალითად ტელეფონებიდან ამონაწერები, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვთ, ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომ ერთმანეთში ლაპარაკობს, აი გიორგი ჩართულია და ეს ანდრო ჭიჭინაძეს და ეს ვიღაცები, ხო, ეს ხალხი ჩართულები არიან და გეგმავენ რაღაცებს. მოკლედ ეს არ არის ჯგუფური დანაშაული. ხალხს ორგანიზებული და ყველაზე მთავარი რა არის? აი ეს 18 პირი ერთმანეთს არ იცნობს. ანუ არც სოციალურ ქსელში არ არიან ეგრეთ წოდებული მეგობრები, ტელეფონში კი საკუთარი ნომრები ჩაწერილი არ აქვთ. და პირდაპირ უზენაეს სასამართლო გეუბნება, რომ თუ ესე არის, დაივიწყე ეს მუხლი, არ არსებობს. იმიტომ რომ ორგანიზებულ სტრუქტურას ჭირდება მყარი სიმყარე. და იერარქია, სიმყარე, რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად უნდა იყოს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება არსებობდეს მაფია, მაფიის ბოსი თუ არ არსებობს? როგორ შეიძლება არსებობდეს კანონიერი ქურდული სამყარო თუ კანონიერი ქურდი ვინმე არ არსებობს და ეს ადამიანები ამბობენ რომ არსებობს რაღაცა ბანდიტური დაჯგუფება, ესე რომ ვთქვათ, მყარად ორგანიზებული ჯგუფი, ხო? ოღონდ მეთაურის გარეშე. მეთაურის გარეშე და თუ სადმე შეიძლება მეთაური არსებობდეს არ იცნობენ. და აქ ყველაზე მთავარი რა არის? მონაწილეებიც კი არ იცნობენ ერთმანეთს. და შესაბამისად ჩვენი არგუმენტი ეს იყო, ეს საქმე ამ მუხლით უნდა შეწყვეტილიყო თავის დროს. მაგრამ აქ პრობლემა შეექმნა ბრალდების მხარეს. და რა პრობლემა იყო ეს? მიხვდა რომ ეს ადამიანები რომ დაიდენტიფიცირა, მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებს რაიმეს დაზიანება არ მოყოლია. ანუ ინდივიდუალურად ვერ წავიდა. არაფერი დაუშავებიათ. ამიტომ ყველაზე ოპტიმალური ვერსია მოძებნა, რომ კი შეიძლება არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ აი იქ რო იყვნენ და აი ამ პროტესტში რო იღებდნენ მონაწილეობას და აი ამ ერთმანეთთან ასე ვთქვათ პოლიციისა და მოქალაქეების დაპირისპირებაში იყო, ხო, ეხლა ამას ჩვენ არც უარყოფთ, რომ ორივე მხრიდან იყო რაღაცა გარკვეული ემოციების დონეზე დაპირისპირება. მარტო იქ რო იდგნენ
ორგანიზებაში მონაწილეობდნენ ესე იგი. ამიტომ ვთქვათ ნებისმიერი ადამიანი რომელიც იმ დღეს იქ იყო, შეიძლება გამოაცხადონ ამ სახელმწიფოს ამ დანაშაულის თავისუფლად შეიძლება და გამოცხადებულიყო. ვთქვათ ეს 18 ადამიანი ამ 18 ადამიანს აზღვევინებენ და ამ 18 ადამიანს კიდებენ კისერზე ყველაფერს, რაც იქ ამ ადამიანებმა გააკეთეს ყველამ. ანუ ეს 18 ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, წარმოადგენს პროტესტში მაშინ მონაწილე ყველა თითოეულ პიროვნებას, რადგან ვისაც რამე დაუშავებია პროკურატურა ამბობს აი ამ რომ აი ამ 18-მა ადამიანმა გააკეთა აი ყველაფერი და აი ამ 18 ადამიანს სჯით იმის გამო, რაც რა ვიცი 200.000-მა ადამიანმა გააკეთა. Სუსტად. ეს არის პრობლემა და მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ამ საქმეში. ინდივიდუალურად ვერ გადიან ვერცეთ დანაშაულს. ანუ რო გახვიდე ინდივიდუალურად. მე მესმის სასამართლოს ეს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის პრინციპი და რატო ამ მნიშვნელოვანი რომ ადამიანი თავად იყოს ესე ვთქვათ, ხო? ანუ ხალხისთვის გასაგებად რო ვთქვათ, ესე იგი. თქვენ ამბობთ რომ არც ერთ ბრალდებულს ამ დანაშაულზე და განსაკუთრებით მას, ვიზეთ შეგიძლიათ უფრო თავად ისაუბროთ გიორგი ტერაშვილზე. საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, და ვერც იარსებებს, რომ რაიმე ისეთი ქმედება ჩაიდინა, რომელმაც გამოიწვია ვინმეს ფიზიკური დაზიანება. ზუსტად. ან რაიმე ქონების განადგურება. ფიზიკური, ანუ ინდივიდუალურად ადამიანის მიმართ ჩადენილი? არა, აქ ყველაზე მთავარი რა არის? როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ ინდივიდუალურად სხვა მუხლი უნდა მოუძებნოთ, იქ აუცილებელი არის, რომ საფრთხე მინიმუმ შეექმნას. ოღონდ ეს საფრთხე უნდა იყოს ინდივიდუალურად, იმიტომ რომ ნაკლებად თუ იქნება, მაშინ რაღაცა საფრთხის შემქმნელი დელიქტი იყოს, ხო, რაღაცა ისეთი, რომელთაც შეგვიძლია თქვა, რომ შეეძლო გამოეწვია ესა და ეს. რაღაცა, ხო, არსებობს ეს მუხლი. კი ბატონო. ამიტომ თუ ჩვენ არ გვაქვს არ ყავს დაზიანებული ადამიანი, გასაგებია ეს, არ გვაქვს დაზიანებული ქონება ჩვენი მხრიდან, ესეც გასაგებია. შემდეგი შეიძლება ვთქვათ, რომ საფრთხე ხო არ შეუქმნა ვინმეს. ყველა პოლიციელი დაზარალებული რომელიც მოვიდა ჩვენ საქმეზე, არც ერთი არ იყო რობოკოპი ბჭყალებში. და გიორგის და თითქმის ყველა პირის ფაქტს, როცა ისინი იმყოფებოდნენ აქციაზე, ჩვეულებრივი პოლიცია აღარ იყო, ეგ ყველა რობოკოპი იყო. გულისხმობ იმას, რომ ის ფარებით იყვნენ. ამიტომ ის მოწმეები ვინც მოიყვანეს, საერთოდ კავშირში არ არის მათ რა დროსაც ედავებიან რა. მიიღეს დაზიანებები, ამას არავინ არ უარყოფს და ძალიან მწუხართ ამაზე. ოღონდ არ არსებობს ერთი მტკიცებულება მაინც, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ამ ადამიანების ზუსტად ქმედება მიაყენა რომელიმე პოლიციელს. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ ცდილობაზე გადავიდო და 353 მუხლის. ან 13 პრიმა მუხლის. ცოტა გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ დაამძიმებდა სასჯელის კუთხით, მაგრამ რაღაცას მოიფიქრებდა და წინააღმდეგობაზე გადავიდო და თუ დავადგენდით, რომ რომელიმე იტყოდა, რომ აი გიორგი ტერეშვილმა მე დამაზიანა, მაგრამ ესეთი რეალობაში არ არსებობს რა მეგობრებო. აი კიდევ ერთხელ პირველ კურსზე რას ვასწავლეთ? კაზუსის ამოხსნას რო სწავლობენ და სისხლსამართლის აი ზოგად ნაწილს აი ძირითადი შესავალს რა, რისგან შედგება დანაშაული, ეს არის ქმედების შემადგენლობა, მარცხენააღმდეგობა ბრალი ქმედების შემადგენლობაში ობიექტურ ნაწილში აუცილებელი არის ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ ეს ადამიანები რო იქ იდგნენ და პარალელურად ვიღაც პოლიციელებმა რაღაც დაზიანებები მიიღეს. ამათ შორის მიზეზობრივი კავშირი თუ არ დაადგინე, თუ არ თქვი რომ აი ამ ადამიანების რაღაცა იქ დგომა მიაყენებინავს, როგორ შეიძლება ადგე და უბრალოდ კამერებში ვინც დაინახე ადამიანები და სახეს დააიდენტიფიცირე, იმ ადამიანებზე თქვა რომ აი ესენი იქ თუ იყვნენ, ესე იგი მაგათი დაორგანიზებული ყოფილა ყველაფერიო და ყველა ესე იგი ამ დაზიანებული პოლიციელის საქმე აკიდო მარტო საქმე კი არა, პარლამენტის წარმომადგენელია დაზარალებულად ცნობილი, მერიის წარმომადგენელი და აქ 100,000-ობით ლარ ზიანზეა საუბარი. კიდევ კარგი ეს ცლება არა რა თქმა უნდა. არავინ. ერთ-ერთი ჩვენ გვაქვს აბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რომელიც ნამდვილად იქ იმყოფებოდა და ჩვენ ამას არ უარყოფთ. ისედაც იყო რა. მე სხვათა შორის მინდა ვთქვა. და არა მარტო მაგ დღეს ხო ვიყავით სულ და რა თქმა უნდა ყველა ვიღავით ჩართული ამ საკითხში, იმიტომ რომ გვაღელვებდა ხო ის რაც ხდებოდა. ხო, რა პროფესიის მიღმა არის მოქალაქეობა, რომელიც ყოველთვის გვაერთიანებს და ძვირფასია. და ქვეყნის წარსული აწყო და მომავალი. რა თქმა უნდა, მე არ შენ და რა ვიცი, ჩვენ შეზღუდვა არ გვაქვს პროფესიიდან გამომდინარე ვიღაცებს შევერ გადიოდნენ მოსამართლე, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაქვს და პირიქით უნდა ამაყიც უნდა იყოს ადამიანი, როდესაც საკუთარ პოზიციას იცავს. რაც შეეხება ხო გიორგის ხო ცალკე აღებული იქ ფაქტი ან დაუშვეთ იქ არის რამდენიმე ვიდეო სხვებზეც წარმოდგენილი ზოგადად დაუდგენელ პირებზეც მათ შორის საქმისთვის დაუდგენელ პირებზე რომ ვიღაცა ისვრის ფიცარს
მაგალითად გიორგი ტერიშვილს აბრალებენ, რომ ისროლა გასროლილი მაშხალა სველი ჰაერში. ანუ ამას აბრალებენ რა. ჩვენ ვთქვით ესეთი რა. რომც იყოს ეს გიორგი ტერიშვილი, რომ აი გასროლილი სველი მაშხალა, ეგრეთ მუყაოს ქაღალდი. მუყაოს ქაღალდი მე რომ ჰაერში გავისროლო. გადავაგდო და არც პოლიციას მოხდეს. არც ვინმე დააზიანოს, ჯერ შეუძლებელია მუყაოთი ქაღალდით ვინმე დააზიანო, აქედან დავიწყოთ. და პოლიციელი წერს, რომ ყარდა მასობრივ მასიურ საგნებს ისროდნენ და არც ერთი საგანი ამოღებული არ არის. არც ერთი საგანი ამოღებული არ არის. აი ამაზე რომ უნდათ ეხა გამამტყუნებელი განაჩენის დაწერა, ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ არ შეიძლება. ეს უკვე ცდება ყველანაირ მორალს, ყველანაირ სამართალს. ცოტა ხანი რომ ეს აქცია გვერდზე გადავდოთ, აქციად და ვიღაცამ შეიძლება თქვას ეხა შეიძლება გვისმენს კიდეც ვიღაც ისეთი, რომელიც არ მოწონს არც ის პროტესტი, რომელიც ქუჩაში იყო ან არის. საერთოდაც ძალიან დიდი გულშემატკივარი ამ პოლიტიკური ხელისუფლების. საკითხი დგას ესე, რომ მოხსნათ აქციის საკითხი და დავტოვოთ მშრალი ფაქტები. ანუ პოლიტიკური კონტექსტი მოხსნათ. მშრალი ფაქტი არის, რომ გიორგი ტერაშვილი იმყოფებოდა პარლამენტის წინ, სადაც მასთან ერთად იდგა 10,000-ობით ადამიანი. ზუსტად. ამ 10,000-ობით ადამიანის წინააღმდეგ პოლიცია იყენებდა ძალას და დაუშვათ, მე არ ვეთანხმება დაუშვათ, რომ ამ ძალის გამოყენების უფლება ჰქონდათ მაშინ. და პროპორციულად იყენებდნენ მაგალითად. ყველაფერი არ ვეთანხმება, მაგრამ დაუშვათ. და ამ დროს მან ქაღალდის მუყაოს ნაჭერი, ეს პატარა მუყაოს ნაჭერი ისროლა ჩაფხუტიანი პოლიციელები რო დგას, იმათ არ მოხვედრიათ ჰაერში, რომელიც არავის არ ეცემა, არ არის ვინმე შეგორდა. და სადღაც ჩამოვარდა ძირს ეს ქაღალდის ნაჭერი და ამისთვის ადამიანს ეუბნებიან, რომ შენ 6 წუთით უნდა შეგსვა ციხეში. და ამისთვის ადამიანს ეუბნებიან, შენ მუყაოს ნაჭერი კი არ გისურია, შენ ისროლე იქ ლოდები, შენ ისროლე ყველაფერი. ეუბნებიან, ოღონდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. მტკიცებულების გარეშე, რა თქმა უნდა. და თუ ესეთ არაფერზე დაფუძნებულ მტკიცებულებებზე ადამიანი შეიძლება ციხეში ჩასვან, მაშინ ყველა ადამიანი შეიძლება ჩასვან ციხეში. ანუ აღარ აქვს მნიშვნელობა შენ აქციაზე იდექი, აქციაზე არ იდექი. ყველა შეუძლია ჩაუდონ მუყაო. და ეს იყო საკმარისი იმით, რომ შენ ციხეში აღმოჩნდე ხვალ. თუ კი ვიღაცას აღარ მოეწონები. აი ეგ არის ეს უსამართლობის რაღაც დიდი სურათი, რასაც ამ სასამართლო პროცესებით თვალს ვადევნებთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩარაზეს მედიისთვის, როგორც თქვით, ფოტო და ვიდეო გადაღებისთვის და აუდიო ჩაწერისთვისაც სასამართლოს სხდომის დარბაზები და ჯერ კიდე მაინც აღწევს ინფორმაცია გარეთ. და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ყველა საქმეზე ეს ინფორმაცია გქონდეს საზოგადოებას. იმიტომ რომ ვერანაირი გადაფარვა, ეს დადგმულმა რაღაც ეგ ეწოდებულმა კომისიებმა პარლამენტში და ალტერნატიული პროცესების შექმნამ ვერ უნდა გააქროს ის ფაქტი, რომ ანტისაოკუპაციო პროევროპულ ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერა აქციაზე 100-ობით ადამიანი დააკავა. და უკვე მარტო ეგეც არა, წამების წინააღმდეგ აქციაზეც. აწამა მერე ადამიანები ამ სიტყვას არ ვიყენებთ, კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც მხოლოდ ემოციურად. საერთაშორისო იურისტები, როგორც სტანდარტი. ზუსტად ისე მოექცნენ. ერთი ადამიანიც კი გათავისუფლებულიც კი არ არის სამსახურიდან, რომ მან ეს ჩაიდინა პოლიციის მხრიდან და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 6 ათეულზე მეტი ადამიანი ზის ციხეში სისხლის სამართლის ბრალდებით, გამოგონილი ბრალდებით და 100-ობით ადამიანი იყო ადმინისტრაციული წესით დაკავებული, დაპატიმრებული, ან დაჯარიმებული მოგვიანებით კიდევ უფრო გაცილებით მეტი. აი ეს აქვს მოცემულობა და ესეც საზოგადოებაში და ესეც სახელმწიფოში ცხოვრება. თუ იმას მაინც ვისაც დღეს კიდე რაღაც გული შესტყივა, თუ გული შესტყივა, იმას შეხედა ეხლა ვისი ნორმალურად, უბრალოდ გავახსენებ იმას, რომ ის ადამიანები, ვინც მსგავს რამეს ამართლებდნენ, სულ რაღაც თვეების წინ ან წლების წინ თავად ხდებიან იგივეს მსხვერპლები, იმიტომ რომ სისტემები თავის თავს ჭამენ. ეს იყო რაც გვინახავს 1920-იან წლებში. კი. როდესაც პირველი კომუნისტები, ვინ შემოუძღნენ წინ წითელ არმიას საქართველოში, ქართველები იყვნენ. რუსეთში. ქართველები იყვნენ, აქ ვიცმოვიდნენ, ხალხს მგონია ხა რუსეთი მოდის და ეს ნიშნავს, რომ ეთნიკურად რუსი მოუძღვის წინ არა. პირველი ეს თქვათ მართველი საქართველოში 1801 წლის მერე რომ გამოუშვეს, ისიც გარუსებული ქართველი იყო ციციანოვი, ხო, ციციშვილი. ის გამოუშვეს. 1921 წელსაც რუსები შემოვიდნენ, ოღონდ ქართველები უდგნენ, მათ ეთნიკურად წინ, ხო? გვარები ყველამ კარგად იცის. და ეს ხალხი მინ წინ უდგა.
მალე გახდა თავადვინ მსხვერპლები ამ სისტემაში. კი, დახვრიტეს კიდე ხო, რა ბუდუგივანი და ხო, სხვები. ამიტომ არავინ არ ჩათვალოს, რომ რაღაც უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობს, იმიტომ რომ უსამართლობაზე ხმას არიდებს. აი ეს საბჭოთა მთელი ამბები, რაც ჩვენთან 37-ში მოხდა, მანამდე რუსეთში ცოტა უფრო ადრე დაიწყო რა, ეს კულაკების და სხვადასხვა სოციალური წრეების მიმართ. ეს ამბავი როგორ დამთავრდა? ანუ ამისი დიდი ზენიტი და წერტილი იყო ის, რომ თვითონ ის ხალხი დახვრიტეს, ვინც ხვებს ხრეწდნენ და სულ ბოლოს დახვრიტა სტალინმა ეს ენკავედეს უფროსი. ყველაფერს ვინც აკეთებდა რა. ეხლაც, ანუ მიადგნენ თავისიანებს, ვინც რაღაცა ერთი წლის წინ იყვნენ კი მათი მეგობრები, ბიზნეს პარტნიორები, ის რა ქვია, ძალოვანი სტრუქტურების წევრები, ეგენი და მოკლედ ყველა. მე არ მინდა იგივე შეცდომა დავუშვათ, რაც იყო მაშინ ჩემი აზრით და მის შემდგომ დაშვებული. ეს არის ჩვენ დავიწყეთ გვარები. ანუ გვახსოვს სტალინის გვარი, ბერიას გვარი, მაგრამ ხალხმა არ იცის იმ მოსამართლების გვარი მაგალითად, ვინც ჯავახიშვილს მიუსაჯა დახვრეტა და მე ვინ აღასრულა. არ ვიცი, ერთ-ერთის განსაკუთრებით. ხო, აი ეგ მერა პოსტავასი მახსოვს მაგალითად, ვინც პირველ საქმეზე გაასამართლა, კობახიძე იყო გვარად. თუ იმის გახსნება გინდა. ხო. ხო, მერა პოსტავას 70-იან წლებში დაიჭირეს, ხო, როგორ იყო მერა პოსტავას ამბავი, რომ ნობელის პრემიაზე წარადგინეს ამერიკელმა სენატორებმა. ამაზე გამწარდნენ საბჭოთა კავშირში გამოაცხადეს აგენტად და მტრად. როგორც ხდებოდა ხოლმე? ხო, ანუ ესე იგი თუ დასავლეთი მხარს გიჭერს მტერი ხარ და როდის ხდები მტერი, როცა დასავლეთ მხარს გიჭერს, როცა მართველი ყავს რუსი. ხო, ეგ ძალიან მარტივი ისაა, რა ქვია, წყობა. და შემდგომ როცა გაასამართლეს, სწორედ კობახიძე იყო მოსამართლეს სიმბოლურია. და გადაასახლეს მერე საშინელ. ნუ იქაც მერე ბრალდებები იყო პოლიციელზე თავდასხმა, ციხის თანამშრომელზე ხულიგნობა, ანტისაბჭოთა აგიტაცია, აი ესეთ ბრალდებებით იჭრა. საჯარო მოხილის შეურაცხყოფა. ნუ გენერალურმა შევაჯამოთ. აი გიორგის პროცესებზეც ვთქვათ, მაშინ რომ აი შემდეგი აი ამ ადამიანების ეს გაერთიანებული პროცესები როდის 18 ბრალდებებით. ხო, როგორც ვიცით, 11 წელია, 7 წელია, ხო, 11 პირიანის მეცადაც ვარ. პირანზე არის 4 ივლისს დანიშნული და ივლისში არის დანიშნული. ხვალ ესე. ხო, ხვალ, კი. ივლისში არის დანიშნული 14-ის ხდომა. შემიძლია ის გითხრათ, ეს არის სადაც დანიშნა სპეციალურად ეს საზოგადოებრივი ადვოკატები. კი ბატონო. რომელსაც უდიდეს პატივს ვცემთ ჩვენ მათი პოზიციიდან გამომდინარეც და ისეც. იმიტომ რომ ხალხს ეგონა რომ ეხლა რადგან საზოგადოებრივი ადვოკატია მაინც ხელისუფლების ან პროკურატურის მოწოდებას ემორჩილება პირიქით ანუ ისინი არიან ჩვეულებრივი ადვოკატები უბრალოდ ისინი ეხმარებენ ისეთ ადამიანებს რომელსაც საშუალება არ აქვთ და არ ყავთ ახლობლები რომ კერძო შეთანხმების ადვოკატი მოხდეს ჩვენც გვიმუშავია ერთად მათთან ერთად და ხო მაღალი პროფესია კარტოგრაფების საქმეში მაგალითად კი ბატონო ამიტომ ხო ეს ის საქმე არის მე კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადო ერთიანობისთვის და ესე გაგრძელდება აუცილებლად ჩვენ ადვოკატებში ყოველ შემთხვევაში და დანარჩენი სხვამ გააკეთოს ჩვენ შევეცდებით ჩვენი ნაწილი შევასრულოთ რაც შეეხება ამ პროცესებს ხო ყოველ მეორე დღესაა თითქმის დანიშნული ზოგადად ხო მოწმების ეტაპზე ვართ პოლიციელებს დამკავებლებს და საგამოძიებო მოქმედებები ჩამტარებელ პოლიციელებს გითხავთ ეს ბრალდების მოწმეებზე ვართ დაცვის მხარის მოწმეები ამ შემთხვევაში ბევრი არ არის იმიტომ რომ ნუ რა მოწმე არის მან საჭირო და რა არის ძირთად ბრალდების მხარეს სურდა ეს მოწმეები თორე ის მოწმეებიც რომ მოდიან არაფერს არ ამბობენ ანუ არ ვიცი ვიდექი მომხდა რაღაც ხო მწუხვართ ყველანი მაგრამ ეს ადამიანებიც იდგნენ და 400 კაცს მოხვდა და ზოგი ესე არის ჩასვეს მანქანაში და სცემეს და აწამეს ხო ამიტომ ორ მხრივი აქ უნდა იყოს ორ მხრივი ნაწილი ხო პროპორცია დაცული წუხვართ ამაზეც წუხვართ იმაზეც და უფრო კიდევ მეტად წუხვართ როდესაც სახელმწიფო მანქანა აკეთებს ამას იმიტომ რომ პოლიციელი კიდევ უფრო დაცული არის ამისგან მათ აქვთ ფარები რაღაცა შეიძლება მოვიდეს დამხმარე ეკიპაჟი მაგრამ როცა ერთი ადამიანი ხარ და სახელმწიფო გესხმის თავს უფრო დაუცველი ხარ და უფრო მეტი როცა მოქალაქე ჩადის დანაშაულს რიგით ეს არის პრობლემა მაგრამ როცა ის ჩადის დანაშაულს ვინც დანაშაულს უნდა იძიებდეს ეს ორმაგი პრობლემაა ხო ანუ ზუსტად ამას გულისხმობდი მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ან თუნდაც ბრალდებულებმაც თქვეს ეს რომ ჩვენ არ გვიხარი არავის დაზიანება ჩვენ არ დაგვიზიანებია მაგრამ თუ დაზიანდნენ ძალიან მწუხვართ ჩვენ რა შუაში ვართ ერთი მაგრამ რომც არ ვართ შუაში მაინც მწუხვართ იმიტომ რომ ქართველს რამშობა ქართველს მაგრამ საქართველოს მოქალაქეს როცა საქართველოს მოქალაქე აზიანებს ყველანი მწუხვართ თუნდაც მოქალაქე არ მქონდა იყოს, მაგრამ მოდი ესე რო ვთქვა. ამიტომ წუხილი არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა გასაკეთებია.
რა გვინულა მეგობრებო? მადლობა მოდით მე მგონი ირაკლის. აუ მე წარმოდგენა არ მაქვს და არ წამოაქ ხარა ვიცი მეც. მე გითხარი ჩემი აზრი. დასავლეთია თქო, მოგეთ არომატებიც გითხარი. აი პირდაპირ ღვინოა, მაღალი ჟავიანობით. მე მგონია რომ არის ლეჩხუმი, თუმცა ამიტომ ესეთი მჟავე ღვინო სხვაგან საქართველოში არ დამილება. ან ძალიან ადრე დააკრიფა ვიღაცა. რომელია? ეს არის იგავის მარანი, ასევე პატარა მარანია და ლეჩხუმური ღვინოა ნამდვილად, ეს არის ცოლიკოვური. კი ბატონო, პრინციპი ყველაფერი გამოიცანით, იმიტომ რომ ეს არის გამოიცანით არა, არ გამოიცნო. ეს არის ახალგაზრდა ღვინო 2023 წლის მოსავალი, დანარჩენი მჟავიანობაზე და მეორე სიტყვა რა თქვი არ მახსოვს. ეს ყველაფერი დაემთხვა და აფერუმ შენ. კი. ყველა შეიძლება ეჭხმური ცოლიკოვური ეგეთ მჟავიანობს. მოდი ესე გამოვიდა რომ ყველაფერი მოიგო ბოლომდე. კეიცინდა გამოგონა. ვირწმინდა. ეს იოლი დარფული ვარ. კი ბატონო. მადლობა, საბა ძალიან კაი ღვინო იყო, მომეწონა მეც ვისი ამომე და შერჩევისთვის და ამ ღვინოსაც გავუმარჯოს და მალე საბასთან, გიორგისთან და დანარჩენ ხო, სხვა სინდის პატიორთან, სინდის ის, იმიტომ რომ ყველა სინდის ინახავენ ეგ ადამიანები დღეს და ატარებენ. აი, დღეს პირდაპირ მნიშვნელობით გავარკვევთ, რომ აი ყველა იქ ვინც ვიყავით, қველას იმათ მაგივრად სჯიან ამ ადამიანებს, ხო? მათ გავუმარჯოთ ამას. გავუმარჯოს. ჩვენ ამით შეგვიძლია დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი პოდკასტის მეათე ეპიზოდი. ჩვენი ყურება შეგიძლიათ YouTube არხზე მისმინე ყოველ პარასკევს 22 საათზე და იმისთვის რომ მოგივიდეთ ყოველთვის შეტყობინება რომ ჩვენი პოდკასტის ახალი ეპიზოდი დაიდო აუცილებელია გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი რაც დაგეხმარებათ რომ მუდმივად გვადევნოთ თვალყური. მადლობა კიდევ ერთხელ.